მორიგი ეპიზოდი ილოს პოდკასტის იწყება. ვერაზოს ვერ ვიტანდი ტიპებს, რომლებიც საკუთარ თავზე მესამე პირში ბაზრობდნენ. ილოს შია, ილოს პოდკასტია. სხვა ილოზე ბაზრობ. სხვა ილოზე ბაზრობ. ილო შაიშმელაშვილის. ილო შაიშმელაშვილი. ილოს პოდკასტია, კი. ანუ კახელი მაინც ვარ, რაც არ უნდა ილო, სხვა ილო იყოს, ისიც შაიშმელაშვილი. კახელი ამ ხელა ღვინო, ეს ღვინო. ეს პიზა. ბასტო გაგუა, მეგობრებო. გოგუა. ბოდიში. ანუ ეცი ამაინტერესებს. სადაური გოგუა ხარ შენ? აუ, ჩემი ძმა არის ძალიან მიწასთან ახლო ადამიანი და ფესვებთან და ასე შემდეგ და გაარკვია ახლახანს რაღაცებია, რაღაც ისქნა და ნაფიჩხოვოელი გოგუა ვარ თურმე, მეგრელი გოგუა, მაგრამ მე რაღაცები მოხდა, რაღაცა გაცვლა-გამოცვლა მოხდა ჩვენი და გურული ვარ, ესე რა გურული ოფიციალურად, მაგრამ სისხლი დნმ ვარ ნაფიჩხოვოელი გოგუა, მეგრელი რა. ისე ჩხოროწყული ხაური, ჩხოროწყული ოზურგეთი ჩხოროწყული, აქედან არის დედა, მამა, ბებია, ბაბუა. ხო, ჩხოროწყუს ამბავში დედა შენი, რომელიც გახლავთ ეკამ ჟავანაძე. ეგეც გურულია, მაგრამ დედა არის დადიანი და დედის გამო სულ სამეგრელოსთან არის ასოცირებული და ეხლა ჩემ კაკრას ის გააკეთა რა ქვია რაცა მოიპოვა სახლ-მუზეუმის წოდება ჩვენი სახლის და გადმოდგმა მიდის და რაღაცა სუმანდარი არა სუ მოცვი ადესა და გახვეულია ფოთლებში და მიწაში იქ ცხოვრობს? არა აქ არის მაგრამ შიდა ტურიზმს აკეთებს და თან ევასება ეგ ამბავი და თან მაგრა უყვარს რა ერთხელ რო ესე არის ერთხელ მიწას შეეხებიო ხო იცი მე უკვე სულ რაღაცა მე ჯერ არ შევხებულა, მაგრამ მინდა ბოცნება მაქვს საკუთარი ბოსტანი და საკუთარი პომიდორი კიტრი და კინძი და ეგეთი რაღაცა მოვიდო. მე მოვწყვიტო, გავრეცხო, მე შევკაცნო, გავაკეთო, შევჭამო ჭადაყოლთან ერთად. ეგა ჩემი ოცნება. ეხლა რამდენი წლის ხარ? 20. შვილი ხო არ ყავს? არა ჯერ. არა პირებ? ესე შეყვარებული ყავს? ეგ არ ვიცი იმ მეუღლე მყავს. მეუღლე ყავს? ერთად ხა ჯერ ესე ჯვარი არ დაგვიწერია, მაგრამ 1-3 წელია თუ 2 წელიწად ნახევარი ერთად ვცხოვრობთ. და დავაპირებ ხა ის არ მაქვს ხა რო არა ხო ანუ მაგრამ არც არ ვაპირებ ანუ ხო არიან ტიპები რომ მაგალითად ნუ აი ფიქრობენ რომ არა და აი მხოლოდ 30-ის მერე ანუ ჯერ სახლი და გავარემონტო გარო შესაძლოა გავიდე და მე ბაღანას ოთახი რო იქნება შეიძლება ბაღანაც გაიჩინოს ისე სხვათა შორის გვარზე აი ტიპები ყოველთვის არიან ეგეთი ტიპები რომლებმაც იციან ყველაფერი რა ანუ რო გეკითხებიან რომ აი რაგვარი ხარ ბეროშვილი და სადაური ბეროშვილი ხარ შენ ახალსოფელი ეგენი ხო იცი საიდან წამოვიდნენ და გიწყე საიდან იციან არ ვიცი მაგრამ ესე იგი პირველი ბეროშვილი აბრაგი იყო გურიაში წამოვიდა მე გადაიკეთა სხვაები მაჭავარიანები იყო იქიდან რაჭიდან ჩამოვიდა მე გადმოცა იციან ყველაფერი რა ეხლა ხანს ვიღაც ტიპმა მომწერა Facebook-ზე აი რა როჟა იყო იცი ბეროშვილი რა და კაროჩე ბეროშვილების დიდი შეკრება არისო და იქნებ მოხვიდე რა 2 თვის წინ რა და აი ჩემი ანტიპოდი იყო ტიპი რა ანუ რო შევედი Facebook-ზე და პროფაილი ნახე აი ტიპი მართლა კრამიტებით ქვევრი და ქვევრზე შეყვარებული ხო ნუ მე ერთხელ ვარ გვარის შეკრებაზე ნამყოფი ძალიან პატარა ვიყავი მაგრამ ჩემი საყვარელი ისტორია არის დიმანებერიძე აქ რო იყო და სოსონებერიძე ერთხელ გვარის შეკრებაზე გაიცნო მართლა All Around the World-მა და დიმანებერიძე ძალიან მაგრა გამეცინა ეგ რომ მომიყვანა. დიმას ძალიან კაი ისტორიები აქვს, ურამტენი ისტორია აქვს ალბათ. დიმა კაი კაცია. კაი პოდკასტის გარეთ 1-4 ჯერ ბევრი რა. იქ პოდკასტი არ მოიყოლება, ხო ისეთი ისტორია. პოდკასტი არა, რას თქმა უნდა, რას მოყოლება. ბიჭო, ესე იგი მე შენ გნახე პირველად რამოდენიმე წლის წინ. ხო? არ მახსოვს საჩუქრად, მეგონი ეკას. იქ იმის ნინას იმ გადაღება რა ქვია კაც რა ერქვა. ლიზას გადაღებაზე. ლიზას გადაღებაზეც. რუსს რო თამაშობ. არა, აფხაზ თამაშობდი, მე აფხაზ ბოევიკს. მართალი ხმა არა მომიხია. უშте და დედაშენის იმით ნაკოლით მოხდი მან რა, დედაშენმა დამირეკა, მიმიყვანა და აუ ჩეცოდეშიც დედაშენთან გავიარე პირველი კასტინგი, ვინც არიცით, ბასტოს დედა გახლავთ ეკამ ჟავანაძე, რომელიც არის ბრწყინვალე მსახიობი ერთი, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი მენეჯერი. ხო, მართლა მენეჯერიც არის და ამავე დროს კიდე რაც თავი კასტინგებში, რაც კი საქართველოში ან უცხოეთში ან იქიდან ჩამოსული გადამღები ჯგუფები აქ ამტკიცებენ მსახიობებს, ანუ გოდმადერია, ანუ ნათლი დედა რა, აი ნათლი დედა ჩვეულებრივი. ძალიან ყველგან დადის ხომ თან ის აქ, რომ სულ ბევრ კასტინგს ვაკეთებს ახლა. ჩეცედაზე რა ხდებოდა, ჩეცედაზე 45 სეზონი იყო და ანუ იგივე ტიპები რომ მეორდებოდნენ ხო გახსოვს რომ ხო აი იგივე ტიპის სხვა ჯერ სხვა რაღაცას თამაშობდნენ სხვა ანუ ისეთი თემა იყო რომ დაიცალნენ სახეობები და სადღაც მიდიოდა ხოლმე რაღაცა
სუდადიოდა რეგიონებში, რეგიონის თეატრებში და უყურებდა და იმას შვებოდა, მე იწერდა, მე ნომერს ეკითხებოდა, მე რაღაცას ტიპაში და ეგრე აძრობდა რა როჯერს. ქუჩაში ლება შეხვედროდა ვიღაცა და მარშრუტკაში თქვა იჯდა და გვერდზე ვიღაც დაინახა და გამარჯობა თუცებ შეიძლება ესე და ეგრე ყავდა მაგიტო იყო სულ მუშაობდა რა, მაგიტო ალბათ მაგარი რომ აი სულ სამუშაოს იმაში იყო რა და ყველაფერი სხვა ხშირად დავიწყდებოდა ხოლმე ხა. ანუ აღზრდის პონჩი არა, მაგრამ აი მაგალითად წვენი სუმი აი წვენზე ბავშვებს თულად ხდებოდიან მაცივარში ცივი, ტკბილი, სასმელი თუ არისო, აი მაგრამ არ მისწორდებოდა. ის წვენი გეოსება. ბიჭო, სულ იცვლება. აი ხა იცვლება, მაგრამ ეხა ვარ ატამზე. აუ, ეგ მაგიტო კითხე, ჩემი შვილი ჯერი და პატარაც ეხა პროსტა ჯერი საყვა, ანუ ატმის წვენი არის როგორი პონტი. ძირო თუ ატმის წვენია შენთვის არ დევს. ანუ არ იცის მაინც შეიძლება მაცივარი გამოს, უბრალოდ შეხედოს არის თუ არა. თუ არის მშვიდდება რა, ანუ ზის იმენა რასაც ქვია. ატამი ვაფშე ხილიც ყველაზე მეტად მივასება ატამი, ატამი მაგრამ მაგარი რო შეიძლება. უნდა გაფწკნა. თუ ისე ჭამს, აი ხავაიანი. გაგანიასნა უნდა გაფწკნა რა, თეთრი და ტკბილი ატამი. ჩემი საყვარელია, ეგეც ნესვიც რა მევასება. ბიჭო და ეხა მინდა მოგიყვება პირველად დედაშენთან როდის გქონა შეხება რა, ანუ კასტინგის ის არის, კასტინგია შეცდა მიბარებს მოდიოდა რაღაცა დედაშენმა დამირეკა, მაშინ ისე არ ვიცნობდი, შორიდან მხოლოდ და მივდივარ და ეხა შაგუს როლზეა თემა. მანამდე წინაპირობა ის იყო, რომ რამოდენიმე წლით ადრე, როცა ცოტა შვილის ბახუტა მერე შეასრულა, მაშინ შემეხმენა პირველად კეთი დევდარიანი. ხო, კეთი დევდარიანი შემეხმანა, მაშინ იყო ზუსტად ის პერიოდი კაცი, რომელიც ულაპარაკობს, ჯეოსელთან თვეების დაწყებული მქონა ეგ ამბავი. ну გაუსტორდა კეთის მაგ პონჩი იუმორის პონჩი და რაღაცებთან დაკვირვების პონჩი ერთ ტალღაზე ვართ და მეძახის რა და რომ მივედი ვიღაცები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები იმიტომ რომ ახალი გაჩთული ტიპი ვიყავი და ვიღაცა იძახდა რომ რაღაცა გავიგე ლაპარაკი რომ აი რამაზ სიხარული გივი სიხარული ძეაო პროსტა ზისო რა და ყובה რაღაცებს თუ რაღაც ეგეთი ანუ ყველას არ ქონა ჩემი მიმართ რამე სიმპათიები მაგრამ ეჩითები და კაი ჰაიპ მოდის ყოველთვის ეგრე არის ანუ აი ყოველთვის სკეპტიკურად გიყურებენ, სკეპტიკურად კი არ იყურებენ. ბოდიში რომ შეგაწყვეტინე, ჩემი დაკვირვება რა არის რა, რომ მეც მსგავსის გამივარ, მეც ლაპარაკი ძალიან მევასება და ანუ არასდროს არ მქონია ეგ ის რომ ეხლა პროსტა იმიტომ ჩერდები რომ ხო, ესე მაგრამ ჩემი ამგონი. გააგზელე კაცო. ხო და თავიდან რომ გავიჩით ახალი ტიპი რო ვიყავი და მაგალითად ვიჯექი ისეთი იუთუბერის გვერდზე ან ისეთი ტიპის გვერდზე, ვინც უკვე უფრო ავტორიტეტული იყო და მე მაინც იმდენს ვლაპარაკობ რამდენსაც მინდა რა ვქნა ეხლა იმ ტიპს და ყველას სანამ სადმე დავждები გავიცნობ და ისეთი ურთიერთობა მაქვს რომ აი თავხედობა არ არის ერთი-ერთში რა, მაგრამ ეს მაყურებელი თავხედობაში მithulida ხოლმე რომ აი ეს ამის გვერდზე ეს ამდენს რატოლა ვინ არის და რაღაც, მაგრამ არ გავჩერდი ვიბაზრე, მაინც ყველგან იმდენ ვიბაზრე, რამდენიც უნდა მებაზრა რა, რამდენიც მინდოდა. და საბოლოო ჯამში ვინც ვიყავი, მოვახერხე, ისე დავიმკვიდრე თავი საზოგადოებაში, ვინც მართლა ვარ და არ მიწევს რომ რაღაც ისეს და შენ შემთხვევაში ალბათ ეგ თემა არის, რომ უცებ რაღაცა ჰაიპი დაიჭირო, უცებ შენკენ მოტრიალ და რაღაცეები და ყველას ურჩევნია ხოლმე რაღაცა ნეგატიური აზროვნების ხალხი ვართ ეს ქართველები რომ ურჩევნია რომ ბანძიროჟა გამომდგარიყავი და ეს ყველაფერი ფეიქი ყოფილიყო რაც ხედავს ვიდრე კარგი როჟა გამომდგარიყავი რა თითქოს აი ეგ თემაა რა მაგრამ სხვათა შორის მაგ პონჩი უფრო ნაკლებად ხალხს ეხება ეგ იმიტომ რომ როცა კაცი რომელიც ულაპარაკობს იყო ჯერ ერთი მაშ პოლარიზება არისო ეგეთი ვიღაცამ კი იღადავა მგონი კოზირიძემ იღადავა რომ ანუ ბოლოსო ესე ნაცი და კოცი როდის შეთანხმდნენ რომ იმაზე რომ რაღაცა კარგიაო არ მახსოვსო რა და მაშინ კიდე დღევანდელი პოლარიზაციის 10% იყო ალბათ რა დღეს მაშინ არც ხო ნორმალური ჭიკჭიკები კი ბატონო მაგრამ უფრო მეტად ანუ ხალხისგან სუსიმპათიები მოდიოდა მაგრამ აი უშუალოდ ტელევიზიაში მომუშავე ზოგიერთი ტიპი მომავალში ჩემი კოლეგა და ასე შემდეგ ხო მაგათ ახასიათებდათ რომ აი ეს ხო თუ რაღაცა ერთწლიანი კაცია და რაღაც ეგეთები რა ანუ გამიგიეკ რომ ეხა ეგრე ჰაიპში იქნება თვეები გადავა და არავის აღარ ემახსოვრება ხდება ეგ მაგრამ ეხა თემა რო გავაგზელო მივედი და გავესაუბრე უარი უთხარი იმიტომ რომ მე უთხარი ძალიან დიდი სიმპათიები ჩემი ანუ სცენარისტს წავიკითხა მე მაშინ პირველი ჩემი ცოლი ვინც იყო იმაზე მითხრეს რომ ისი თამაშებსო შენი თქვა საყვარლის როლსო თუ ცოლის როლსო აღარ მახსოვს მაგაზეც უარზე წავედი იმიტომ რომ ვთვლიდი რომ არ ვიყავი მზად იმიტომ რომ ერთია რომ ჯეოსელში დაждდე და აფრისტაილო და მეორეა უშუალოდ როლი რო ითამაშო და მაგ დროს უთხარი რომ მეთქი ცოტა ხანი კიდე მივხედავ ჩემ ამბავს ანუ ცოტა გავიწაფო ცოტა გამოსტილება მივიღო და მე ნახოთ მეთქი და მე რო დამირეკეს თან მაშინ არაფერს არ ვაკეთებდი ისეთი რეჰაბის პერიოდი მქონდა რა ანუ ძალიან გარეკილი მქონდა მაშინ იმედში რომ მუშაობდი ანუ აი რაღაც დამოკიდებულებების სმა რაღაცა და მაგ პერიოდში მოკლედ მირეკავენ ძალიან გამისწორდა რა და რომ მივედი
ეხლა მე უკვე დავთანხმდი და დედა შენია რა და ეხლა ნუ ვიდეო კასტინგია ხო ეხლა უნდა ვითამაშო და რაღაცა პატარა მომენტი მომცეს და ვაკეთებ ეხლა რა თან გაპარსული ვარ აი ესეც არ მომწონს იმიტომ რომ ფიქრობდი რომ ესეთ ბრუტალური ტიპია მე რო ვიპარსავ იმენა ის ვიჩითები რა რაღაცა აი ჯასტინ ბიბერივის ტიპი რა და პირველი სცენა მგონი საწოლში არისო არა ეგ ხო ხოლამაზი ვარო ჩიკა რომ მეუნება დავარა ჩემი ყლა ეხლა მეთქი ეგ მაგრამ მანამდე კასტინგი რო იყო ისეთი საშინელება ვიყავე ამ დედა შენი მიღება რომ ვეუბნებდი მანახებთ და არ მანახებდა იმდენად ცუდი იყო და მე მითხრა რომ აი გამოცდილება ცოტას მიიღებ ცოტა ის და ნუ მე აი დახმარებებით და იმეებით ასე რომ მოკლედ დედა შენი ძალიან მადლიერია იმიტომ რომ არა მარტო ჩცდ-ზე მინდა თქვა ეგ ყველგან სადაც რამე იყო ანუ იმის მიუხედავად რომ პროფესიით სახეობი არ ვარ ანუ მუდმივად სიმპათიებით იყო და სულ ცდილობდა რომ მოკითხვა ეგა საკეთან ძალიან მიყვარხარ ეგ ხო ეხლა რაც შეეხება შენ თემას მე მინდა რომ პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი შენ ახან ჰაიპი ახსენე მართლა შენსკენაც უცებ რაღაცნაირად ეს არსაიდან მე მანამდე გიცნობდი შენ სანამ ეგ ჰაიპი იქნებოდა და მე ძალიან მიხაროდა რომ მეთქი ვა საღოლ იმიტომ რომ სადღაც ჩემი თავიც მახსენდებოდა მაგრამ თქვენთან კიდე ცოტა სხვა кейსი იყო შენ ქორო ჰამაკის ამბავი როგორ დაიწყო მოდი ამაზე ვილაპარაკოთ სად გაჩნდა იდეა ვის გაუჩნდა იდეა და ვაფშე ეს მთელი ქრუ და სასტავი როგორ შეიკრიბეთ ჰამაკი კარჩე თავიდან მქონდა ოთახი ესეთი TikTok არხი მქონდა სადაც ძალიან ჩემი გადმოსახედიდან ჩემი რაც კი კომედიური სასაცილო ვიდეო გამიკეთებია ყველაზე კარგი ვიდეო ოთახის TikTok-ზე დევს ახლა რა იმიტომ რომ მაშინ როდესაც მე იცვლებ აი დაახლოებით მიხვდები რა სვამფ რა მაშინ ახალი როჟები ვიყავით არავის სამყაროში არ მიცნობდა აი ვისაც შეცდაში ვყავდი ნანახი რაღაცაზე აი შეიძლება და ჩემ მეგობრები რა და მაგ დროს აი ვიყავით ძალიან თამამები კი არა აი ლაღები ვიყავით აი სილაღე მქონდა და ვაკეთებდით აი ის რაღაცა мотиваცია ხონდა კონდეს და мотиваცია იყო ეს ნახვები, ლაიქები, კომენტარები, ვაჰაჰები, უჰუჰები და არეკვები რომ ამას უყურე კიდე დადეთ. აი ეგ იყო мотиваცია, საკმარისი мотиваცია იყო რა. მე რაღაცა დრო გავიდა. უკვე საჭიროება მქონდა რომ რაღაცა მონეტიზაცია, ანუ ახალგაზრდა ბიჭები ვიყავით. ერთადერთი შემოსავალი რაც ოთახმა მოიტანა იყო ბოლოს უკვე USA to Georgia მოვიდა კომპანია და მაგან დაგვასპონსორმა. მანამდე არყები იყო, გადაკარი იყო და 6 ბოთლარახში იყო ჩვენი შემოსავალი წლიური. ხო არ ღადა. ბოთლი არა, ბოთლი ოღონდ შოთებად იყიდებოდა ის ბოთლი რა. და აი ეგ იყო წლიური და რაც უნდა გადავწყვეტ რომ ბიჭო ვააკეთებთ რაღაცა ერთი ვიდეო ქონდა გლობალზე გავიდა ერთი ალბათ 100 მილიონი ნახვა აქ ჯამში იმიტომ რომ დღემდე მხდება ვიღაცები რომ აზიარებენ სუნამოს ვიდეოა შეიძლება ნანახი გქონდეთ რა პატარაზე შეიძლება დავისხაო მიროს ვეკითხე მიდი დაისხიო და ვიღებ და მიროზე გადასული კადრად ერთი და არ ჩერდება და გამოდი ჩემს კადრად სულ გადასხმული აქ ტიპი სუსველია და გადის რა და ეგ ძალიან გაბაზრდა და ძალიან ბევრი გამომწერი მოგვემატა უცებ ისეს მე დავიწყეთ YouTube-ზე რაღაცა უცნაური კონტენტი იყო ცოტა ჩვენ აი ხა მაგას ვამბობ რომ აი იუმორი ჩვენი იუმორი არანაირი გავლენის ქვეშ არ არის რა ჩვენ არანაირ არც მაგალითად მანსანკანში არ ქონდა დათამაშები არც საუნივერსიტეტო მანსანკანში არც დადგმა არ ქონია ჩვენი იუმორი იყო აი იუმორი იყო ისეთი რა ხელშევა ზეგავლენის გარეშე რა და ძალიან როგორ ახსნა აი ეგზოტიკური იუმორი ქონდა ასე რომ ვთქვათ რა და ეგ ევასებოდა ხალხს ოღონდ დიდ ნაწილს არა რაღაცა ნაწილს კონკრეტულ ნაწილს ხო და მე ეს ოთახი რო გავაკეთეთ ცოტა აი დავიღალეთ ის თქვენთან мотиваცია აღარ ყოფნი და უკვე ის მაგარი ხარ მიდი დავა ესა და უცებ ესე რაღაცნაირად ძალიან უცნაური იღბალი გვაქვს ჩვენ რა ძალიან ეხლა რასაც გეტყვი ყველაფერი არის აი ერთ-ერთში მოვყვები ზუსტად რა როგორ მოხდა პირველ რიგში YouTube-ს რო აკეთებდით ფული ასნა არ ქონდა და მივდიოდი და გვჭირდებოდა უნდა აგვეწყო პრეზიდენტის რაღაც კი არა და ის ტრიბუნა უნდა გაგვეკეთებინა და გვჭირდებოდა ფიცრები და იდეებისთვის დაფა გვჭირდებოდა და ესე მივდივარ და კაროჩე გვჭირდება რამდენიმე ფიცარი ვამბობთ ესე და ერთი წელი დაფარო რაღაცეები ჩამოვწევოთ ეცქნათ ჩემთან ვიკრებებოდით ხოლმე და 4 ნაბეჯი გადავდგით შევედი სადღაც პადიაში და ძალიან ბევრი ფიცარი იყო ესე ჩამოყუდებული აი ძალიან ბევრი და ქვემოთ დაფაიდო რა ანუ ამაზე ასუხისმგებელი ვარ ყველა სიტყვაზე რა და ხალე გამოვიდა ვინც ლიფტის ხალია ვიღაც და მეთქი ეს ვისიათქო და უბრალოდ დადესო წავიდნენო რა და მეთქი მოგვეცი რავი რამდენად წავიღებთ თქო და წაიღეთო და რავი და 30 ლარი ქონდა ზუსტად მეტი არა და 30 ლარი მივეცეთ და ეს ფიცრები წავიღეთ ავაწყეთ ის გავაკეთეთ მე ვფიქრობდით რომ ეს ცოტა მანამდე ამბავი იყო მე ვფიქრობდით რომ მეთქი ეხა ვიღაცა ადამიანი მოვიდეს და გითხრას რომ საღოლ ძმებო კარგი იუმორი გაქვთ
უბრალოდ აი ხა რამდენი გჭირდებათ გითხარი რომ აპარატურა რაღაცა ისეს გააკეთოთ და მე მოგცემთ. უცებ მე-3 მე-4 დღე არის მესიჯი მომდის Instagram-ზე რომ შეხვედრა მინდაო შენთანო ბასტო რაღაც ესა არც არც კომპანია ყო პიროვნება იყო რა. მეთქი ბაზარი არ არის შევხვდით და ტიპი გვეუბნება ეს რაღაცას რომ კაუჩო შენი ვიდეო თქვენი ვიდეოები TikTok-ზე რაც ნახეო რაც კი ნახი მაქვს ვაფშე ქართულ სივრცეშიო ეგეთის ჟანრის იუმორიო არ არისო რა და ძალიან ჩემი ჟანრის ჩემი მევასებაო ძალიანო და მინდა რომ განვითარებაში მოგეხმაროთო და დაწერეთო რა რამდენი გჭირდებათო თანხაო და მე მოგცემთ კაუჩო და მეთქი ხო არ გადავა ამას ბიზნესმენი იყო ხო რა ოკეი ამას რო ყვებოდი არავის არ ჯეროდა რომ რაღაც ისეს მეთქი არა ვცნობ ადამიანს როცა მელას მესაუბრება რას გულისხმობს ყოველთვის ხვდები სიმართლეს მეუნება თუ რაღაცას მისრულებს რა ანუ ყოველთვის ხვდები და მეთქი არ არის ეგრე არა ეგრე არის ისა შემივედით ბოლოს დავწერეთ რაღაცა კუსტარულად დავიმატე ვიღაცები მაგალითად ტექნიკური ჯგუფი ვინც იცოდა ეს ყველაფერი მეთქი ესეთი ამბავი შეიძლება მოიხოდოს და ხო არ გინდა ჩვენთან ყოფნა კი ვართ და ეს ტექნიკური ნაწილი შევათანხმეთ კი არა და შევკარით 25000 ლარის იყო მივიტანეთ და ტიპი გონება რომ არ არისო საკმარი ხო 25000 ლარის რა უნდა იყიდოთო და $25000 გადავედით მე რა გადავაკეთეთ ეგ აპარატურისა და $25000 აპარატურა მოგცა მე გითხრა რომ კაროჩიო შეკარითო რაღაცა ჯგუფიო მე შევავდექით ოღონდ გავლენა საერთოდ ზეგავლენ არ კონია ის ეხლა რატო ამბობ ამას რომ სანამ ჩვენ არ ურეკავდით რაღაცა თხოვნა თუ არ ქონდა მაგალითად აი ავედით წყნეთში ვიქირავეთ სახლი ანუ მანდ შეიკრა ჰამაკი რომ უცებ ფული გაგვეჭდა აპარატურა გვაქვს და ტიპები გვჭირდება ვინც ამ რაღაცას გააკეთებს და ქორო და შონზიკა დაგვემატა მაშინ ორი ტექნიკური ჯგუფის ტიპი მე მირო ნიკა ოთახის სასტავი და შონზიკა და ქორო დაურეკე ქორო შევხვდი მეთქი ესე მევასება შენი ვიდეო მეც მევასება მეთქი მოდი ერთად გავაგზავნოთ წავედით წყნეთში ვიცხოვრეთ ერთი თვე რომ დავძმაკასდით ის ვქენით და მე დავიწყეთ კონტენტის კეთება ოღონდ იმ წყნეთშიც იმან გვიქირავა სახლი ხა ძვირი ღირდა რა ხა წყნეთში სახლი რო იქირავო სამსართული ხო და მაგის გარდა სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა რა ამის რეალურად ის ტიპი რაღაცა მოგების გამო კი არის თქვენთან რომ ინვესტიცია ჩავდო და რაღაცა თუ მაგას მეუნებოდა რომ რაღაცა პროსტა მუღამს გვაძლევდა რომ რა ბიჭო ეხა მიდი დაიწყეთ აი მე ხო თორე საერთოდ არც ერთხელ აი შეიძლება ფიდბექი გამოგზავნო რომ ამაზე ბევრი ვიცინე რა სიგიჟეა თუ ვიღაცა გრაფი მონტე-კრისტო გაგეჩითოთ ეს აი ენჯელ ინვესტორებს რო ეძახიან დაახლოებით ეგ თემა იყო ანუ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მანდისაა რომ ეს ყველაფერი მე მომეცა და ერთადერთი ანუ შემდგომი კომუნიკაცია რაც ყოფილა მასთან იყო პირიქით ჩემგან იყო რომ ესეც გჭირდება ისეც გჭირდება რა რამე რა საერთოდ ანუ ძალიან ესე და მაგას ვამბობ რომ ძალიან გაგვიმართლა რა ეგრე რა ვიცი რა ანუ ეხაც რა ვიცი 150000 ლარის აპარატურა გვაქვს არსაიდან და ეხა გადავაკეთეთ რომ ჰამაკიც მაგიტო იმას ვქენთ რომ ჰამაკი გადავაწყეთ რომ ეხა ჰამაკი 9 კაცი რო არის ორგანიზაცია YouTube არხზე რო 9 კაცი არის კარგი შემოსავალი ქონდა როგორც YouTube არხს მაგრამ 9 კაცი კმაყოფილი ვერ იქნები რა რომელსაც შეგიძლია ამიტომ დეცენტრალიზაცია გავაკეთეთ არა ხო თვითონ მეწილე თუ რაღაცა ეგეთი 9 ვართ რა მეწილე რა ვინც თავიდან დავიწყეთ ორი ხელფასია ოღონდ აქედან ისა 7 ვართ თუ 8 კარგი დაახლოებით ხო და გავაკეთეთ ცალკე არხები გავაკეთეთ ამ ცალკე არხებზე ჩვენ კონტენტს გავაკეთეთ და ჰამაკზეც ცალკე ანუ ამაგზეც გავაგრძელებთ კონტენტის კეთებას რომ ის შემოსავალი ჰამაკს კონდეს ჰამაკი ასევე როგორც პროდაქშენმა ისე იმუშაოს ვიღაცები ვიღაცას რაღაცის გადაღება დაჭირდება პოდკასტის აწყობა რაღაც ისეთის ანუ აპარატურა გვაქვს და ყავს ტიპები ვინც იციან როგორ გადაიღონ დაამონტაჟო დაამუშავონ ფერები გაასწორონ ასე შემდეგ ხო და ცალკე მაგაზეც მუშაობს პროდაქშენზე ხა რამდენიმე ახალ YouTube არხს ვეხმარებით რომ გაიჩითოს და ცალკე არხებიც გვაქვს რომ რაღაცა ნაწილი სპონსორი ვთქვათ რაღაც გვეყოლება პირადი არხსაც გქონდეს რომ იმდენი ფული მოგროვდეს რომ ჩვენ ვთქვათ კმაყოფილები ვიყოთ თვიური შემოსავალით რისთვისაც ვშრომობთ და ერთი არხი მაგას ვერ აკეთებდა რა ამიტომ ცოტა სტილი შეუცვალე და გავხდით production ins consulting company-ვით გახდა ჰამაკი რაღაც საერთო პროექტებს გავაკეთებთ ხომ რასაც ვაკეთებთ რომ პროექტებში გამოვიდა რომ ვაკეთებთ დიდ პროექტებს ვაკეთებთ დიდი პროექტია რა YouTube ლიგის დიდი ესეთ მასშტაბური პროექტი ანუ ნახვაზე იმაზე არ გულისხმობ აი ჩასატარებლად მაგას რთული ჩასატარებელი არ მგონია დღეს რამე YouTube-ზე პროექტი მაგრამ YouTube-ზე რამე ეგეთი მასშტაბური პროექტი ქართული არის ოღონდ მაფია ოთახის პროექტია რა მაინც რა და 8 კაცი მოდის და 8 კაცის ისა რა ქვია მენეჯმენტი არის კი არა
12 კაცი მოდის და 12 კაცის მენეჯმენტი არის ერთი დღით. და ჩვენ ეგ ფორმები ბუცი შორტი გამეხა ის დავკარგე ნომერი აძურა ჩემ მაისურს ტრამა მიიღო იმან ყველაფერი ჩვენი მოსაგვარებელი თან ის არის რომ მე კომუნიკაციაში პირადად ვარ ეს კი არ ვარ ვიღაცა ეს ბოსი ის და რაღაცა ანუ ყველა ბუცის გახევაზეც ჩემთან შემოდის ზარი რა ანუ ვიღაცას ინგლისური აქვს და ვერ მოდის და გადამიწია თამაში ხმიდი უნდა აუხსნა ყველას თავის ენაზე რომ არ გადაგიწევ არ არის საკმარისი რომ ვერ გადაგიწევ შენ თუ გადაგიწი ამის გამო გავისა ეს ამას ვერ ამიტომ გამიგე და ინგლისური გააცნე დაიმატე ეს აკრატო არის ეს ძალიან ბევრი თან ყველაფერზე სათითაოდ მან ხანდახან გამოსდიოდათ ხოლმე რომ კომპეტენციას აყენებდნენ ეჩქვეს ჩემსას რომ თითქოს აი დავიკიდე არა და არა ყველაფერს ყველას დავუთმე იმდენი დრო რამდენი დროც მოითხოვეს ჩემგან რომ დამეთმო რა ეგრეა ყოველთვის უკმაყოფილება არა მესმის ხო მაგრამ მაინც საბოლოოდ ყველა YouTube ლიგის ფეხბურთელი ისე მოიქცა როგორც გამისწორდა რომ მოიქცა რა იმიტომ რომ ფეხბურთია მაინც ყველაზე ისეთ სპორტია ხო იცი აი მოგება წაგების დიდი ის აქვს რა ემოციური დიაპაზონია მოგებას და წაგებას შორის ფეხბურთში და აი ეგ ემოციური ამბავითან გულში მატკვერი ბალეში ყმენ ფანებთან შერცხვნენ რომ წააგეს აი ეგ მესმის და მაინც ესე ვთვლი რომ ეხლა ბოლოს რო გადმოვხედო ყველას მადლობელი ვარ მარტო მადლობა მეთქმის ყველასთვის რა ეგ არის მომავალში გეგმება კიდე სექტემბერში გავაკეთებთ YouTube ლიგას ოღონდ მეორე სეზონის პრინციპით იმიტომ რომ ეს 70 თამაშიანია აიმენა დაუბერდი კაროჩი 70 თამაში ჩავატარე წარმოიდგინე ლიგა გავაკეთე მართლა და იყო იმენა ჩემპიონატი რა გავაკეთე საფეხბურთო ჩემპიონატი ვათამაშე მემონტაჟებიც ვათამაშე ის ოპერატორებიც ვათამაშე რა მხატვრები ისინი რა ქვია გაყიდვები ყველა მითამაშა ეხა უნდა მოდი ეს ლიგა ხო ჩავატარე ხო გათამა ეხა უნდა ჩავატარო მარტო სახეებით რა სექტემბერში 16 გუნდი იკვრება ალბათ ან 12 და ახალი ჩემპიონთა ლიგის პრინციპით და ეგრევე გავარდები თუ რამეა ხო ან ორი თამაში გიწევს როგორც აქა რა ეს ცხრილი იქნება და რაღაც კონკრეტულები ერთმანეთს შეხვდებიან და მაისში ვაკეთებთ ივენტს რა ეხა დაანონსებით ვერ დავაანონსებ იმიტომ რომ ბევრი რაღაცაა გასარკვევი მაგრამ კაი ივენტს ვაკეთებ ძალიან ერთდღიან საფეხბურთოს რომელიც იქნება საქველმოქმედო ჟანრის რა და სპორტის სასახლეში რაღაცა კაი ივენტს ვაკეთებ სპორტულ ივენტს რა და ეგ არის ეხა გეგმა იმიტომ რომ ისეთ დღევანდელი მოცემულობა რაც არის არასტაბილური სიტუაცია ორთვიან პროექტს დღეს ეხა მე ვერ დავგეგმა ამიტომ ერთდღიანი მოსულა რა. არა, YouTube-ზე კი არა აგერინ ხა იმ დღეს შემხდა კიდევ ერთი casting manager-ი არის, რომ ალეკო გაბედაო შემხდა და ნუ აი ეგეთი მკვდარი სიტუაციაო, აი კონკრეტულად ჩვენ სფეროშიო არ ყოფილიყო. ხო, ლიზა, იარე ლიზაზე, ხო? ნახე ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ბევრჯერ შეცვალა, ეხლა აი იმდენი მე მგონი იარე ლიზა. იარე ლიზა. სადმიდის ლიზა არის, თქვა თავიდან თუ რა? არ ვიცი, თავიდან არის, ხო, მე ეგრე ვიცოდი, რომ აი რაღაცა მომენტში ლიზა მახსოვდა და მე იარე ლიზა რა. საინტერესო გამოცდილება იყო სხვათა შორის ჩემპიონში. ისე ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხე, რომელზეც მე ძალიან ბევრი მიწუწუნია, იმიტომ რომ თუ რამე მინანია ჩემ კარიერაში რა, მინანია ძალიან ბევრ ამაზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს დრაგები და დალევა და რაღაც მაგებმა რაზე გავლენა მოახდინეს ჩემზე, ისიც მესმის რატო იყო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან სტრესული პერიოდი იყო, მაშინ ამდენი რაღაც არ ხდებოდა, ანუ როცა კაცი რომელიც სულ აპარაკობს ჩაიწერა, მაშინ YouTube-იც არ იყო მოხოდილი, ახლა 2000 რომელი იყო 13-14 რა, 10 წლის. ანუ Facebook-ზე მხდებოდი თუ YouTube-ზე ეგეც დაჟე არ მახსოვს. ეგ როგორ მოხდა, იცი მე იქაც იყო, იქაც იყო. კადრებად მახსოვს, პროსტა რომ გამხდარი ტიპი, გოგოსთან ერთად იჯდა. ეგ მეორე იყო. პირველი იყო მარტო პირველი ეს იყო ხო ეხა გამახსენე პირველი და ეგ რომ მოხდა ეგ საერთოდ ძალიან უცნაურად მოხდა იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ბევრი რამე დაემთხვა ერთმანეთს მე მანამდე დავდიოდი ხოლმე რა ვიცი მე ხან სად ვიყავი ხან ერთ ტელევიზიაში ხან მეორე ტელევიზიაში იმიტომ რომ სამეგობრო სულ მეუნებოდა რომ ბიჭო აი ნიჭიერი ტიპი ხარ ეხა მაშინთან კიდე სხვა ტიპი ვიყავი ეხა კიდე სხვა რაღაც გავიზარდე რაღაც მაგრამ მაშინ ვიყავი აი როგორ გითხრა იყო სულ ყურადღების ცენტრში სადაც არ ვიყავი იქ მეგობრებთან დალევა იყო გართობა იყო რაღაც იყო სულ გადაოდი სულ პაროდიები სულ ისინი და მეუნებოდნენ რომ ბიჭო მონეტიზაცია გაუკეთე მაგას რა ანუ რაღაცაში მაშინ პროსტა არ იყო დასალევად მეძახდნენ ხოლმე და სულ მაგას მიწოდნენ თამადა ანუ თავიდან ხო ისე ვიყავ მაგრამ ორ ჭიქაში მე კი არ ვთვლები უბრალოდ მე რომ თვალი ვნახო
გაამრავლე, აი ყველაზე აქტიური ჩემი მომენტი ნახე და გაამრავლე 5-ზე. აი მეც ეგრე ვიყავი. მეც ეგრე ვიყავი და ბევრი ვიყავი, ხვდები? ანუ მეც გძნობდი, რომ ანუ საკუთარი თავისგან ვიღლებოდი ხოლმე, იმიტომ რომ სხვისგან, მაგრამ ისეთი ტიპები ჩემთან, რომლებიც ცოტა ჩაკეტილი ტიპები იყვნენ და რაღაცა, იმაც უნდოდა ჩემთან ურთიერთობა რა, იმიტომ რომ მეც ეგრე ვასკანერებ და ეგრე ვინმე 400-ზე მივდივარ. და ის ტიპინა გავხადო ფართი ლიდერი იმენა ყველაზე ხეცი ვარ. როგორც აგრესიულადაც არ ვაკეთებდი რა. აი ზუსტად ისე ვაკეთებდი როგორც ჭირდებოდა რა. იმენა მესმოდა ტიპის. აი თითქოს რაღაცა ენა მესმის რომ მელაპარაკება რომ გთხოვ. მელაპარაკე. ხო რა. ეგ როგორი პონტიცი დაჟე მახსოვს რომ ვიღაცებს უთქვათ რომ აუ გეხვეწები რა გოგოს უნდა შევხვდე იქ რა პროსტ წამოდი ცოტა ხა მე და დათყდები შეჩემ მე თქვი რომ ამინდა შეჩემ შენ პაემაზე მე რატო ვიყო მაგრამ დაძაბული ვარო რა და ყოფილა ისეთი მეგობრები მყოლე რომ ცოტა ჩაკეტილი ტიპები არიან და უნდათ რომ აი ის კრიტიკული პერიოდი რა იმ გოგოსთან უხერხულობები და ისინი აი ჩერეს და ხა თუ ძალიან ახლოს მაგაცი იყო გავყვებოდი ხომ და მე ტექნიკურად ტყდებოდი ხომ შევატოვებდი რა და ანუ რატო შევეხე ხა ამ თემას და საერთოდ ეგ ისე შემთხვევით მოხდა იმიტომ რომ მეც Windforce აკეთებდა კაცი რომელიც სულ აპარაკოს უნდა გადაიღოთ იმიტომ რომ ჯეოსერის ეს უსასრულო პაკეტი რაც იყო პირველი პაკეტი ეგეთი რა იყო აი ეს ულიმიტო ინტერნეტი და ის რო ქონა რა და გააკეთეს კაცი რომელიც სულ აპარაკოს მაგრამ ეს იყო სატელევიზიო სარეკლამო პონტი ანუ ჩვეულებრივ ტელეკომის Windforce იღებდა და ტელევიზიაში გადიოდა რა რაღაც პერიოდი მაგრამ იყო ჩაფიქრებული მხოლოდ და მხოლოდ ეგ ანუ არანაირი გაგრძელება არაფერი მე რაღაც მომენტში ითქვა რომ მოდიო რა გავაკეთოთო უფრო როგორი ტიპაჟი შევქნათო ისე ბონუსად უნდათ რა გაკეთება რომ რაღაცა საიტი უსასრულო წერტილი.g სადაც ვიქნებოდი მე და მაგალითად რაღაცა თქვა ჩაწერდი როდის შეიქმნა ფეხბურთი რა ანუ ვიკიპედიასავით ოღონდ მე გამოდიოდი და გეუნებოდი რომ აი ფეხბურთი და არც ამ დროს თუ რაღაც ანუ ტიპი რომელმაც ყველაფერი იცის და ყველაფერს ბაზრობს მაგრამ რაღაცა ვერ ვიკაიფე მაგ იდეაზე იმიტომ რომ ეხა მე თქვი რაღაცა ცოცხალი ვიკიპედია თუ რაღაც რა თქმა უნდა აი დერადაც ვერ ვიკაიფე აი გითხრა 18 კაცი შემოვიდა მაგალითად და ერთხელ ფეხბურთზე დაწერა მეორე რაღაც სხვაზე ხო ანუ მეხუთე მიოსის რა და მე უთხარი რომ მოდი მე თქვი რაღაც ცოტა სანახაობრივი და რაღაც რო იყოს ანუ მთლიანად გადაღებების დროს მაგალითად იყო ეგეთი შემთხვევა რითი მოვიპოვენ დობა რა ანუ ის იყო წიგნი იყო რაღაცა რომელსაც გადაკრული ქონდა ნუ კაცი რომელიც სულ აპარაკოს თუმცა ჩემი დაწერილი იყო რა მე სცენა ისეთი იყო რომ რაღაც მოიყვანეს ისინი რა რომ მასოკის ხალხი როა ხოლმე და ისინი შედან ბიბლუში ვარ და ვითომ ჩემი წიგნის პრეზენტაციაა მე მწერალივით ჩაცმული ანუ სიუჟეტის მიხედვით კაცი რომელიც სულ აპარაკოს იბადება ბავშვი თავიდანვე სულ ბაზრობს ანუ თოთოობიდან და მე სულ ბაზრობს და რაღაცა მომენტში დეპრესიაში ჩავარდება და ძალიან უცნაური რაც მოხდა რომ რაც ხდება იმ რეკლამაში სიუჟეტურად ის მოხდა ჩემ ცხოვრებაში ანუ მეც ბერს ბაზრობ ისიც ბერს ბაზრობდა მე რაღაც მომენტში მეც მურტალი ცოტა დეპრესიული პერიოდი მქონა იმასაც დეპრესიული პერიოდი მქონა მე იქაც უცებ ბესტსელერს წერდა წიგნით ბაზრდები და ჰაიპში ვარ აქაც ამ რეკლამის გამო და ეს მიყვა რა ანუ რა რეკლამაშიც მივიღე მონაწილეობა ის მოხდა ჩემ ცხოვრებაში ხო და რომ მივედი ანუ და კასტინგი რო იყო ვიღაცები იყვნენ კიდე მოსულდა მე ვთხარი რა თქინათ ბიჭო ესე მე ვთქვი ჩემზია ეს რა რაღაც უნდა ამდენი ლაპარაკი მე ვთხარი დავიწყე და მე იმპროვიზაციები იმდენი იყო და იმდეს ბაცნობდი და ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი რომ მაგალითად ეს წიგნი რომელიც მეჭირა მართლა სვეტში იქ მოსული ადამიანები იქიდან კი 3-4 წამი მოხდა კადრში მაგრამ ერთი 20 წუთი ხო უნდა მჯდარიყავით და ჩვეულებრივი პრეზენტაციის პონტი იყო დაჟე ვიღაცას მართლა ეგონა რომ პრეზენტაცია იყო ვიღაც კაცმა ჩამოიერა და შემოვიდა იქ და დაჯდა რა არის ის რო გადაღება მგონია რომ უпростоრეთ გონია რომ წერლის ის არის და ტელევიზიებია მოსული რა და ზივარ და ეხა მიჭიროს და რაღაც ისრულებს ლაპარაკობ რა ნუ იდეაში მიჭიროს ვაჟებშაველა რომელსაც გადაკრულია კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს და შიგნით ვიწყებ რომ მონიკა 14 წლის იყო როცა პირველად ნახე მე ალჟირში თავიდან ბოლომდე ოფლიანი რაღაც ის აი რაც ციგნებში როგორც იწება ხოლმე ხო სადღაც ცოტა კამიუ ცოტა სატრი ცოტა ის და ამათ გონიათ რომ ციგნს კითხულობ რა მართლა ვიღაცის ციგნს კითხულობ და ერთი ბიჭო 20 წუთი რაღაც ისრულებს უკვე სიუჟეტ ნახადურ რაღაცებს ვიგონებ იმპროვიზაცია მე მკითხა რომ რა ციგნს კითხულობ და მეთქი რა ციგნს კითხულობ შეიძლება ლაპარაკობ მე ვთხარი ანუ არაფერი წერია ანუ არაფერი გულ არ წერია ვაჟებ შაველაა ჩემი საყვარელი ავტორია მაგრამ ანუ ამას არ ვკითხულობ გამოშტე რას არ კითხო აბა შეჭა ამდენი ხანი რას ბაზრობ მე ვთხარი რა ვიცი ხა რაც ყურმოყრული მაქვს მე ვთხარი სტილისტიკურად წერდი რა და მაგის მერე ტიპები მომენდნენ ხვდები ანუ რომ დაინახეს რომ რაღაცებს ფრისტაილობდი მომენდნენ და აი მერე იყო გაჩნდა ეგ იდეა აიღე თუ გინდა ყურმელი და მე დავაქცევოთ არა პროსტა ის უნდა ჩავთო რა ქვია პასუხი და გავაქცევოთ არა პასუხი არა ჟუის და რა ქვია ის უნდა ჩავა ფანარი კი არა რა ქვია იმას როარ ვსე აი do not disturb ხო და უთხარი რომ მოდი გავაკეთოთ მეთქი Forest Gump-ის
და ბარონ მიუნხაუზენის მიქსი რა. და ანუ ამ ტიპმა მე ვთხარი პროსტა იბაზროს. და გამოუყნენ ეხა რას კარგავდნენ 600 ლარი გადამიხადეს 3 დღეში. ეგრე მეკითხა მაინტერესებს აი რა თლიანობაში გადამიხ არა ის იმ რეკლამაში რაღაც 1200 თუ რაღაცა რა. ეგ რომელი წელია? 2013 თუ რაღაცა 14 თუ 13 არ მახსოვს და აქეთ 600 ლარი წარმოიდგინე 3 დღის განმავლობაში და თითო დღე ბაზრობდი დაახლოებით 6 საათი. ანუ მასალა რაც მე აიტვირთა იყო დაახლოებით 17 საათი. ხო და ეხლა რა ხდებოდა რა? ერთ დარსო როა, ხო ნინო დარსო, ანუ მაგას ქონა არტარია როა. სივრცე და იმ სივრცეში, აი ამაზე პატარა სივრცეში ვიყავით, კამერა, პროსტ ერთი ბიჭი იყო, რომელიც ნუ ამდენ ბაზარს ვინ გაუძლებს, ხან გადიოდა, მოდიოდა, და მეყენა კამერა, აი ფოტოაპარატი როგორც დგას და ჩაცმული, გაზმანული, იქ ჩემი წიგნი ვითომდევს ამ მეებში, რა ქვია. და ბაზრობდი და რაც კი რამე დაგროვილი მქონდა სათქმელი და რაც კი რამე ცხოვრებაში, ყველაფერზე ვიბაზრე რა და მე უბრალოდ თემა ის იყო, რომ როცა უსასრულო წერტილიჯზე შედიოდი, მხოლოდ დესკტოპ კომპიუტერით შეგეძლო ეგ რა. ანუ YouTube-ზე არ იყო და იმენა საიძონე შესულიყავი და ტელეფონით ვერ შედიოდი, მაგრამ რატომღაც ეგრე იყო მოწყობილი. და მე თვითონ ხალხმა ვისაც გაუსწორდა, ხალხმა დადო YouTube-ზე. ხვდები, ანუ ის ამოჭრილი მომენტები ხალხმა დაჭრა რა, თვითონ იმათ არ დაუჭრიათ. და მე დაიწყო და ამ დროს რა უცნაური იყო რომ სახში ვიჯექი და რომ ნახე სატესტო ვერსია ჩამერცეს და აუ მეთქი კაროჩე რა გაგიტყდა ხო მე უთხარი ალბათ რა თავიდან იმიტომ მეთქი 100 კაცი ნახავს ჩემი სამეგობრო რაც ისედაც მოусმენიათ იმას მოусმენე და მეორე მესამე მეოთხე დღეს და არ მთავრდება ძმაო მოდი და Facebook-ზე მაშინ ხო არ იყო ბევრი კონკურენცია თან არ იყო YouTube-ი არ იყო ის და ანუ ეს პონტი რო გაიჩი და მთელი ეს პონტი წამოვიდა აქეთკენ რა ხო და წამოვიდა და დაჟე რა სამსახური შემოთა ტელევიზიებზე აღარ ვიცახი ის ყველა ის ტელევიზია ვინც მანამდე დამბრაკა რომ აუ ეს და ანუ ბევრმა მითხრა უარი მანამდე ხელი მქონა ჩაქნეული რა აი პროსტ არსაიდან გამოჩნდა ეს პონტი მე ცალკე ხო ბორდში ჩაქსვავთ არ მინდა თქვა ერთ-ერთი ტელევიზია რომელიც თავაზობდა რომ ჩვეულებრივ ბორდში იქნებიო რა ოღონდ ჩვენთან გადმოდიოდა ბოლოს პიკი იყო ის რომ კანცელარიაში დამიბარეს რა და მივდივარ ახლა კანცელარიაში და მეუნებია რომ აიო ნარმანია იყო მაშინ მერი და короче ნარმანიას პიარი რო გახდეო და მეთხრე ნარმანიას პიარი რა უნდა გავხდე მეთქი აზია რომ რატო უნდა გავხდე ხო და არაო თბილისიც ნოფო ძალიან კარგათო და ანუ აქედან გამომდინარეო და ნუ ეგ იყო და ეგ მერობა უნდა შემოთუ თბილისს კარგად ეცნო ფეხა ხო, ну, უკეთესნერი იქნება ის ნარმანია. უკეთესნერი იქნება. კი. აი მერს რა უნდა? მერს ხო ბევრი სამსახურები ყავს ახლა. რა ცოდნა ჭირდება მერს რა უნდა იყოს? რა და ცოტა შენ კიტრი უნდა მოწყოს. ქალაქის გულისტკივილიც იცოდი. მაგრამ საბოლოოდ ეს მთელი ამდენი ამბავი მოყევი, იმიტომ რომ შენ შეეხე ძალიან მნიშვნელოვან თემას, ავთენტურობას რა. მე არ მაქვს ნანახი ოთახი, მაგრამ თვითონ პრინციპი, რასაც ბაზრობ რომ მაშინ ახალდაწყებულზე და როგორებიც იყავით ეს მერე იწყება უკვე ცოტა მარკეტინგი ცოტა იქ ბაზარი შეისწავლეთ იმენა ჩათვალე რომ იმის ნახევარი იუმორის გაკეთება რასაც ვაკეთებდი შემიძლია იმიტომ რომ ცოტა აი როგორ ავხსნა არ ვიცი რა გავიზარდე თითქოს ასაკით გავიზარდე რა და აღარ მიხდება მეტი ვნახე მე ხა იქ რაღაცა პროექტი გავაკეთე იქ ვიღაც მარკეტინგი დირექტორებთან და იმებთან რომ დავდივარ შეხვედრებზე უკვე თითქოს ჩემი თავი აღარ მიშვებს რომ აი ბოლომდე აი ეს პირში ჩავიდო მთელი ფეხი რა რომელიც საბოლოო ჯამში ეგ არის კონტენტი რა ოღონდ ეგ არ მიწევდა ხოლმე ვერბალურად მიწევდა მაგრამ უფრო მოვუფრთხილ მაშინ ვიყავი 0 და შემეძლო რაც გამო ეხლა უკვე რაღაც 0 აღარ ვარ ყოველ შემთხვევაში რა საზოგადოებისთვის რა უფრო რთულია შენთვის ანუ ის როცა იწყებდი რასად უფრო კომფორტულ ზონაში ხარ როცა იწყებდი თუ ეხლა მე ყველაზე კომფორტულად ვარ როდესაც საქმეს ვაკეთებ ლაპარაკით რა როდესაც ვესაუბრები რაღაცას ვუხსნი ოღონდ არასდროს თუ ტყუილია არ მიყვა ანუ არ საერთოდ არ ვსაუბრობ მაგაზე რა თუ აი მაგალითად პროექტზე მივდივარ ვიღაცა ადამიანთან რომელიც რაღაცა სფეროს რაღაცა იმაშია წინა პლანზეა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს აი მაგ ადამიანებთან თუ მიწევს კომუნიკაცია რომ ესე ჯობია ანუ აი შეფუთვა რაღაცის მოფიქრება ან პრობლემის გადაჭრა აი ეგ არის ჩემთვის რატო ამოფიცი რომ რასაც ვუყურებ ხა აღფრთოვანება ხო ხდები რას სათხარ ნიჭიერი ხედავ რითი აღფრთოვანებ ადამიანს რა ვაღფრთოვანებ ადამიანს თქვა იმით რომ რაც
ფეხბურთს თამაშობ თქვათ კარგად, ეგ ვიცი მაგით ვიცი რომ ნიჭიერი ვარ ფეხბურთის თამაშზე და მარტივად უგვარებ პრობლემას. ანუ პრობლემა რო გონია რომ რაღაც ისეთია, ორ რაღაც მოდი ესე გააკეთე, პრობლემა მოგვარებულია. ამით ვარ დაკავებული ხოლმე, კიდე ვარ დაკავებული მით რომ მიყვარს თქვათ ორი სივრცე არის, ეგ ადრეც თქვი რომ ამას ეს ჭირდება, ეს ამას ჭირდება, ოღონდ ერთმანეთის ენაზე ვერ საუბრობენ, როცა ვიცი რომ ამ ორივეს ვიცნობ, ავდგები და სულ რომ არ ხომ ჩაერიელ, ჩემი ნებართვით ჩავერევი და აუხსნი რომ შენ ეს გჭირდება, მარტივად დავაგეთ. ბევრი ეგეთი ხარ CV რო გავაკეთო მაგისი, ბევრი მაქვს ეგეთი რა და მაგით სიამოვნებს, იმიტომ რომ ადამიანებსთან ესე არის რომ ორი საქმე არსებობს რა, კაცს აქვს ორი საქმე რა. საქმე რომელიც კაცობრიობას ეხმარება საქმით და საქმე რომელთაც შემოსავალს იღებს და თავის იმას რა ქვია რა ვიცი თვითონ თავის თავს ეხმარება რამე და ეს ისეთი რაღაც არის ეს ამის გაკეთება რომ ორივე საქმეს ვაკეთებ ანუ ადამიანსაც ვეხმარები ანუ რომ დავიბადე მაგათთვის უკეთესია რომ დავიბადე და რო არ დავბადებულიყო უარესი იქნებოდა ანუ მაგ სიტუაციას ვქმნი და ასევე ეგეთ რაღაცა кейსში რო CV-ში რო გაქვს ეგეთი რაღაცა რომ ამ კომპანიას ახსოვს რომ შენ ესე რაღაცა მოუგვარე კიდე გენდობა და ჩემ საქმესაც შემოსავლის ამბავსაც მიმარტივებს რა და ეგ არის ჩემთვის კომფორტის ზონა არ ვიცი მაგრამ შემილია როგორც შენ აი 6 საათი ილაპარაკე და კიდე 6 საათი შეგეძლო უბრალოდ რა ვიცი ან ჩიპი გაიგსვან რაღაც ეგეთი შემიძლია რომ აი მთელი დღე და გაღვიძებიდან დაძინებამდე ეგ ვაკეთო ისე რომ საერთოდ აი თან ვიარო ოღონდ რა ანუ აი სუ იმაში ვიყო რა და ეგა ჩემთვის ყველაზე მაგიტო არის რომ პროექტის გაკეთება აი ეს YouTube ლიგაც მაგიტო გამოვიდა მაგიტო შედგა 200 კაციან 200 ფეხბურთელიც იმიტომ გაკეთდა რომ არავისთან არ დამზარებია საუბარი რა და ყველას პირადად ვესაუბრებოდი სულ რომ მივხვდარი ვარ რომ სისულელეს მელაპარაკება ძალიან ვცლა და ამიხსნია რომ სისულელეს მესაუბრება და არ მეთქვა რომ სისულელეს მესაუბრები უბრალოდ ავხსენი რომ სისულელეს მესაუბრება რა და ეგ არის ჩემთვის, ეგ არის ჩემგონია რომ მაგისთვის ვარ რა დაბადებული რომ ბიზნესი თუ გიფიქრია რატო იცი ეხლა შენ რასაც აკეთებ ეგეც ბიზნესია მაგრამ მე ვამბობ რომ ეგ ისეთი რაღაცა თქვი ეხლა შენ სკილები რა ჩემი მეგობარი იყო რომელიც ამ სფეროში არ იყო მაგრამ იყო მედიატორი აი პირდაპირ გაგებით იყო ერთსა და მეორე ადამიანის შორის მედიატორი ანუ შეეძლო დაენახა პოტენციური წარმატება თუ იქნებოდა ამასა და ამას შორის რაღაცა კოალიციის გავსი რა და მე მიდიოდა და ერთსაც და მეორესაც უხსნიდა იმას რომ თქვენ ერთობლივად შეგიძლიათ გააკეთოთ ეს იდეასაც ამბობდა რომ აი ეგეთი იდეა მაქვს და ამ შემთხვევისთვის აი ეს რომ გამოვიდეს თქვენ ერთად უნდა იყოთ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით ადრე თუ გვიან ანუ შენ თუ კიდე სხვა რამეს მოინდომებ ანუ განა უშუალოდ YouTube კონტენტის ან TikTok კონტენტის, იმიტომ რომ ესეც ბიზნესია, ერთ-ერთი მოწინავე ახლა, მაგრამ ამავე დროს შეიძლება აბსოლუტურად სხვა სფეროში გადახვიდე, სადაც არც კამერაა შუაში და არაფერი, მაგრამ აი ბიზნესის კონტექსტში აუცილებლად ვაპირებ მაგას, უბრალოდ როგორ რაღაცა იცი? ეხა დღეს მე რა კონტენტიც, მაგ პირადი არხი გავაკეთე და აი ესე ვზივარ და სცენარი კი მიდევს ხოლმე დასაზღვევა სცენარი რა, ანუ რაზეც უნდა ვისაუბრო რაღაც ტოპიკი. მაგრამ არც ერთხელ არ ჩამჯდარა, ანუ 25 წუთიან ვიდეოა დაჭრილი მაქვს, ისე რომ 40 წუთიანია ხოლმე 1 საათიანი და ვჭრი რომ მაქსიმალურად პატარა იყოს. და ვზივარ სახლში ჩემთვის, ესე ფეხზე არც მაცვია ხოლმე ხშირად, არაფერი ნასკებში ვზივარ და აი ესე მიკროფონი, ესეთ მიკროფონი ხელში მიჭირავს და რაღაცებზე ვბაზრობ, რაღაც გამახსენდა მე რაღაც ის ვიცი. ბევრი ესეთი ინფორმაცია მაქვს რა ტვინში და მაგებზე ვსაუბრობ და ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ აი მორალური გაკვეთილი ჩავატარო ხოლმე რაღაც პონჩი. ეხა მაგალითად ბოლოს რაზეც ვისაუბრე ის არის რომ კარგი ესე უყურებდი ვიღაცას ვიდეო ქონდა ერთ-ერთი გიგურუ არის ესეთი იუთუბერი და ქონდა ვიდეო რომ სიგარეტზე ქონდა ისტორია მოყოლილი კამპანიებზე ისესა და ადრე ექიმები იყვნენ ჩართული ამ კამპანიაში რა ექიმები ვეწევით Camels და ეგეთი რეკლამები იყო რომ Marlboro-ს თუ მოწევ არ დაზიანდები და რაღაცა იმ მსგავს კამპანიებში იყვნენ ექიმები ჩართულები და მაგის moral of the story ამოვიტანე და ვთქვი რომ როცა ავტორიტეტს აარჩევთ ადამიანებო, ანუ ხო ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ხა ჩვენამდე და ყველას გაფილტროს ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ პარალელურად ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. და ეს ინფორმაცია რომ შემოდის 1000 ინფორმაცია, ამას ყველას თუ დაუჯექი და ყველა გაფილტრე, მაშინ უნდა ძალიან მდიდარი ოჯახი არაფერი არ უნდა გადარდებდეს. ამიტომ ამ ინფორმაციას რომ არც გვინდა რომ გავატაროთ და თან გვინდა რომ ჩვენი ცხოვრებაც გქონდეს, ვირჩევთ ავტორიტეტს, ვიღაცას, ვინც მოგწონს და იმ ადამიანის ნათქვამს უკვე იმ ადამიანს დასკვნებს. მარტო დასკვნები მოდის ჩვენამდე. დასკვნებს ვენდობით და ეგ არის ესე იგი რა და მე ვამბობდი რომ
ამ ადამიანს ვისაც აირჩევთ ავტორიტეტად არ აირჩევთ მარტო იმიტომ რომ კომპეტენტურია, იმიტომ რომ ექიმებიც კომპეტენტურები იყვნენ ჯანმრთელობის სამოში, მაგრამ გატყუებდნენ გაყიდეს თავის კომპეტენცია და რაღაც თანხად გებაზრეს ის, რაც საერთოდ ვიცოდნენ რომ ეგრე არ იყო. ამიტომ რამდენი პროცენტით საჭირო მნიშვნელოვანია რომ იყოს კომპეტენტური ავტორიტეტი, იმდენი პროცენტი საჭირო რომ მაგის კეთილ სინდისიერებაში დარწმუნებული იყო რა. თორე კომპეტენტური ყოველი სონეტი ისე მოგატყუებს, რომ რავი რა, ანუ მოგატყუებს პროსტა თუ ენდობი რა. და აი ეგეთ რაღაცებზე ვბაზრობ ხოლმე, რომ რაღაცა მაგალითი მომყავს, სხვა აი კავკაზე და პიკასოზე ვისაუბრე, რომ საერთოდ სხვა ორივე გენიოსი იყო, ორივე ძალიან მაგარი იყო, მაგრამ რადიკალურად სხვა სამყაროში იცხოვრეს რა. ერთი სიგარიბეში იქ მერებელს დაწვითო, ჩემი ნამოში დეპრესიაში მოკვდა. მეორე, დავი, მილიონე ძალიან ულტრა მდიდარი იყო რა, იმიტომ რომ იმან სტილი აიღო და თავის ნახატები გააბაზრა, ესე ანუ გამოფინა, სულ გამოქონდა გაყიდვაზე, კავკას წვენოდა თავის ნამუშევრებს და ეგ მორალია ის არის, რომ მაგალითად რაღაცას რო შექმნა, შენ თუ გონია რომ კარგია, ესე იგი კარგია, თუ რა თქმა უნდა რაღაცა ესე უფრო ესეთი მასში არ ზიხარ პერანგში თუ ადეკვატურად აზროვნებ მაშინ უნდა გამოიტანო რა გამოიტანე შეიძლება პირველი მეორე მესამე არ ვარ გვაქვს მეოთხე მაგრამ მეხუთე ისეთი მაგარი იყოს რომ დანარჩენ 4-საც ფასი მიცეს ეხა უცებ როუზე რომ პიკასოს ნახატი ამოიტანო ისე რომ პიკასო არ არსებობდეს პიკასოს სახელი მოაშორო შეიძლება ნახატი დღეს ვაფშე ეს რა არის დასცინო ხო რა ანუ რანაირი ძაღლა ის რო არის ძაღლა თუ კატარო არის დახატული გვაქვს მაგრამ ტიპმა სტილი შექმნა კარგად ხატვა შეეძლო ჩვეულებრივ პორტრეტს დაგიხატო და გადაგხატო და ჩვეულებრივად მაგრამ მიხვდა რომ ინდივიდუალიზმი უფრო მეტად ფასობს ვიდრე რაღაცა რა შემქმნელი შემოქმედი უფრო ძვირი ღირს ვიდრე გადამხატველი და აი ეგეთ რაღაცებზე ვსაუბრობ ხოლმე და მუღამ ის მაქვს რომ ეს ტიპი ეხა ბასტო ვინც არის რა ვინც ვარ მე ვინც ზის ესე თავის სავარძელში და რაღაცებს ესე საუბრობს ჩვეულებრივად მიყვება იმას მინდა რომ რაღაცას მივაღწიო ისე რომ ამ ტიპებმა ვინც მე მიყურა და მე მგონია რომ სწორ მესეჯებს ვიძლევი რა იმიტომ რომ ყველაფერზე ნაფიქრი მაქვს რომ ისე არ ვამბობ რაღაცა მორალურ შინაგან სულიერ ამბავზე ვსაუბრობ უფრო ვიდრე რაღაცა კანონიერზე რა ხო და მინდა რომ ამ ტიპებმა ვინც მის მაგათ თვალწინ მე გავიზარდო ის კი არ მინდა ეხა რომ უცებ რაღაცა თავში დამეცეს არ მინდა მირჩევნია რომ მაგათ თვალწინ გავიზარდო და მაგათმა ნახო რომ ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც სახლში იჯდა და უბრალოდ ფიქრობდა აზროვნებდა დროს ხარჯავდა იმაში რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო და არ იფიქრა მაგალითად როგორ ახსნა იაფასიანი გადაწყვეტილებები არ მიიღო აი სულ რა ქვია ანუ დაბალი სულის რაც არის რა ხო ხდები რა გაყიდა რაღაცა ანიშნა ეგ რა არ გააკეთა და ყველა მაღლავი და ანუ შესაძლებელია რა ტიპი მდიდარიც იყო და სწორიც იყო შესაძლებელი არის და მინდა რომ მაგის მაგალითი ვიყო რომ შეგიძლია რომ მდიდარიც იყო და თან სწორიც იყო რა ეხა ისეთი ის მიდის რომ შენ თო პული გინდა ძმა უეჭველი და გაპროჭე ხა პროჭი თუ რა ხო და ეგ მაგარი ბანძისა რა მენტალიტეტია და მინდა რომ ეხა რომ დავიწყო რომ ბანძ მენტალიტეტია შენ ბიჭო იგივე ტიპი ვიქნები ოღონდ სხვა რაღაცას ვბაზრობ მე მინდა რომ ვიყო და ჩემი გამოცდილებიდან ვებაზრო მე რა ხო იცი რა არის ანუ ეგ საერთოდ ძალიან მურტალი სტერეოტიპია იმიტომ რომ სტერეოტიპი რა, ანუ ჰაერიდან მოტანილი კი არ არის, გარკვეულწილად ეგრეა, მაგრამ გახდა ეგრე. ეხა დაუკვირდი რა, თავის დროზე გახსოვს ეგეთი პერიოდი იყო, რომ თუ მსახიობი იყავი, თუ მომღერალი იყავი, თუ პოეტი იყავი, აუცილებლად უნდა ყოფილიყავი ღარიბი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს ითვლებოდა, რომ თუ მაყუთიკა კარიერისტი ხარ, ხო ხდები, ანუ რა და მაქედან გამომდინარე მე დაჟე ერთი პერიოდი ოღონდ მაგის მერე რომ ღარიბი უნდა ყოფილიყავი, მე კიდე ეგეთი ტრენდი იყო ერთი პერიოდი, რომ უნდა ყოფილიყავი დეპრესიაში რა, ანუ თუ დეპრესიაში არ იყავი და ძალიან ჰეპი როჟა იყავი და თან არტისტი იყავი, ითვლებოდა რომ ზედაპირული ხარ, ასე ვთქვათ, აი სიღრმე დასტაევშინა, ხო ხდები, აი ცუდა თუ არის, იმიტომ რომ ხო ხდები თუ რაღაცა. ეგეც გარკვეულწილად დაინგრა რა, ანუ ეხლა და ასევე კიდე აი განსაკუთრებით პოლიტიკოსებთან, აი პოლიტიკაც ბინძური საქმე, მაგრამ არა, თუ იქნება ადამიანი, ანუ თავისთავად პოლიტიკა კი არის ბინძური საქმე, ანუ ტიპი არ უნდა იყო ეგეთი. ხო ხდები, თორე შენ თუ იქნები სუფთა ტიპი, მაშინ ამ სფეროსაც მეტი ნდობა ექნება, იგივე ექიმების პონჩი რა. შეხედეთ ჩვენი აი მან მეც ზუსტად ეგრე ვბაზრობდი, ძალიან ხშირად ვბაზრობდი მაგას, რომ ადამიანი ძალიან რთულია ჯერ პოლიტიკაში შეხვიდე და იცი რატო რომ სხვადასხვა წესებით რო იბრძვი შენი მორალურად რო ყველებში ამორტყმა მაგალითად არ არის სწორი შენგან და იმას კიდია და შეიძლება ყველებში ამოგარტყას თქვათ ეგ მინუსი ანუ ეგ ისა აქვს მაგრამ ხო რაღაც გადაწყვეტილებები ცივსისხლიანად უნდა მიიღო იმაზე დავფიქრდი რომ ხო ცივსისხლიანად მაგრამ მოტივი შენი თუ არის კეთილდღეობა ადამიანების ეგ სადღაც გამოჩნდება მასე აი ხა შეიძლება, აი შესაძლებელი არის რა, რომ მე და შენნაირად ფიქრობ და ყველა პოლიტიკოსი
და შეიძლება ანუ იმან კარგი ის არის შეიძლება უკვე ძალაუფლება ხარ თუ არა მზად რომ ძალაუფლება არ გაგაფუჭოს ანუ ძალაუფლება არ დაგეუფლოს ანუ ეხა ისეთ თემა რომ თუ შენ ძლიერი არ ხარ ძალიან მენტალურად აი უძლიერესი თუ არ ხარ შენ ძალაუფლებამ შეიძლება შენზე პირიქით დაგეუფლოს და ძალაუფლებამ გაგმართოს და მეორე ვარიანტია რომ შენ ეს ძალაუფლება დაიმორჩილო და შენებურად გამოიყენო რა და ეგ არის მაგ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი მენტალური მზაობა აი ძალიან დიდი აი არ ვიცი რა ეხა დარწმუნებული არც მე არავის არ ვარ დღეს ვისაც ეხა მე აი ესე ველაპარაკები მე ვინც ვარ ჩემი ძმაკაცი ვინც არიან ვერავეზე ჩემ თავზეც ვერ დავდებ თავს რა არ ვიცი არ ყოფილა რა მქონია ძალაუფლება მაგრამ დამოკიდებულება ის მაქვს რომ აი ყველაფერს ვიზამ რომ კეთილს ინდისიერი ვიყო თქვათ მაგრამ რაც არ გამომიწწია იმაზე თავს ვერ დავდებ არა მესმის უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ არსებობს ბევრი სტერეოტიპები და თუ თქვათ გინდა რომ სტერეოტიპი როგორც შენ ცდილობ ხარ რომ დაანგრიო რაღაც გარკვეული სტერეოტიპი რა იგივენაირად შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი რომელმაც უკვე სტერეოტიპი დაანგრეოს რომ გინდა თუ არა მხოლოდ რაღაცა ფულის აბადო კი არ არის სექსფერო არამედ მართლა თუ გამოჩნდება ადამიანი რომელიც მართლა ჩანს გულით მას შეიძლება რთული გადაწყვეტილებები მოუწიოს შეიძლება ცივსისხლიანი იყოს მაგრამ ყოველთვის ჩანს თუ ადამიანი რაღაცას იმიტომ აკეთებს რომ უკეთესობა იყოს ანუ ეგ რაღაცაში აუცილებლად გამოჩნდება რაღაც უხილავი კავშირი ჩითება ადამიანსა და თქვათ მეორე ადამიანს შორის რომელიც შეიძლება პოლიტიკაშიც იყოს რა ანუ მაგის თქმა მინდა და რა რამდენად მოხოდილია ეგ არხი იცი რატომ იმიტომ რომ ხო აი ეგ კონკრეტულად და აი უყურე ციფრებს არ ვაქცევ ყურადღებას ეგრე რა ანუ 10000 პლუსია ყველა ვიდეოს ოღონდ აი რა პროსტა ბაზარი მიდის მართლა გამომწერი მყავს 6200 ავიდა ეხა 5 ვიდეოა და ოღონდ კომენტარი არის სულ აი 200-დან 300-მდე კომენტარი იწერება ეგ მნიშვნელოვანია ეს ჩართულობა ანუ ხო ეგაა ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ მირჩევნია რომ მაგალითად რაღაცა 5000 ადამიანზე სწორი ზემოქმედება მოახდინო ვიდრე 100,000 ადამიანმა დორბლი მოსდიოდეს ისე მიყურებდეს რომ პროსტა თვალის გასართობი ვიყო. თვალის გასართობ კონტენტსაც გავაკეთებ რა თქმა უნდა რამე. არ ის კი არ მაქვს რომ ცუდია ხა ჰამაკით გავაკეთებ ისეთ რაღაცას რომ ის იყოს რა საღადავი ის მაგრამ მე აქეთაც მაქვს რა ეგეც შემიძლია და რატო იმას ვქნა. ამიტომ ჩემი როგორც ბასტოს ადამიანის ეკაშს და თამაზის შვილის მოვალეობა რაც არის მაგას ვაკეთებ ხა ჩემი ანუ პირადი ეს არის უფრო მეტად შენი პირადი ხო პირადია მარტო თემა ხო ასე ვარ და რაღაცებზე უცებ იქაც რა არ ვიცოდი თემა პროსტა წინა ღამეს უყურები და ის ვიდეო ნახე რა იმაზე სიგარეტზე და უცებ რომ დაფიქრდები ხო იცი რა სტრანია და როგორ შეიძლება მაგალითებით კარგად აწვდი ყოველთვის კარგად ამახსოვრდება ადამიანს აი მაგალითებით რო არის რა რაღაცას რო ეტყვი რომ მე ხა მარტო ის რომ ეთქვა რომ მაგალითად ავტორიტეტებს რო საერთოდ კეთეს ინტერესირება ვთქვათ რა ოკეია მაგრამ როცა მაგალითზე ამბობ რომ აი ექიმ ხო გახსოვთ რა ექიმმა შეიძლება ცოტა ხნის სიგარეტს გირეკლამებდა ეგ კარგი მაგალითია და უფრო ფერადად ხედავს რა ანუ ვიზუალიზაციას უქმნი რა სიტყვას ხშირად ვიმეორებ ხოლმე რაღაცას რომ არა არავითარ შემთხვევაში ძალიან არა აი ესე თქვათ რაღაცაზე რა ბევრჯერ ვიძახი რომ ვიზუალიზაცია მოახდინოს მაყურებელმა რას ბაზრობ რომ აი გაიგოს დაინახოს ის კი არა ხო რა რომ შევიდეს რა და ძალიან კარგი ის პოვე რა ანუ мотиваცია პოვე მაგის კეთებაში და მე წარმატებას გისურვებ ისე შენ და ქორო იქირავეთ ბინა ესე იწყებოდა ხო იცი რაღაცა მე და ქორო მაგრამ მე და მირიანმა და ნიკამ 4 სასწავმა და ქორო და შონზიკა და ის კიდევ ორი დათო და ანდრო შემოვიერთეთ უფრო ჩვენგან წნეთის ბინაზე გეუნები კონკრეტულად ხო არა ქორო არის დაჟე ბოლო შემოერთება არის მაგ სასწაულთან ქოროს ვაფშე არც ვიცნობდით რა რატო იყო მნიშვნელოვანი შენთვის იქ ბინის ქირავება რომ დაახლოებულიყავით და რას აკეთებდით ჯერ მან იმიტომ ვიქირავით რომ პატარა სტუდიო რაღაც გვინდა გავაკეთებინა აი იქ რაღაცა კომპიუტერი დავიდგით ის რა ქვია სამონტაჟო ის მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაღაცას რო აკეთებ უნდა გაიცნო რა კარგად უნდა გაიცნო რა აი ქოროს კი ვიცნო 3 წელი 4 წელი ავიცნობ თუ რაღაცა რა მაგრამ აი ძალიან კარგად ვიცნობ ქოროს რა აი მირიანსაც ნიკასაც დავცოცაც ანდროსაც აი ისე კარგად ვიცნობ აი როგორც აი ჩემ ბავშვობის 1 წლიდან ვისაც მოვდივარ იმას რა და ეგ კომპლექტი არასდროს არ ქონია ანუ ხო ვიყავ დიდი ჯგუფი რაღაცას ვაკეთებდით რაღაცა ერთხელ არ ყოფილა
კონფლიქტი არ აი საქმეში ფულზე იყოს ბაზა ხან ფულზე იყო ბაზარი ხო იცი როგორი გარემოა რა აი ფულზე რომ მიდის საუბარი ფულის გაყოფაზე რომ არასდროს არ ყოფილა რომ რამდენი ჩაგვე რამდენი აი მაგალითად ნიკას ერიცხება და ნიკა ყოფდა და ანაწილებდა არასდროს არავის არ გაჩენია იმის სურვილი რომ აი რამდენი ჩაირეცხა ანუ ესე იგი ამდენი თუ არის ესე იგი ამდენი არის ანუ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რა რომ ჩვენ ჯერ ძმაკაცები ვართ ძალიან ახლო ძმაკაცები ვართ მე ვართ ჰამაკი და ეს ჰამაკი უფრო ძლიერია ვიდრე მაგალითად რო აი ძალიან ბევრი აი სუპერ ნახვევიანი ტიპები რო ვიყოთ და ეგ ურთიერთობა რქოს მაინც არ განმირჩევნია ეს ბევრად ძვირფასია ჩემთვის და მაგით არ ნერვიულობ რომ როცა ეხლა რომ დავრეკო ყველა ჰამაკის წევრთან და ხვალვე რომ რაღაცა უცნაურობა რაღაცის გადაღება მომიტანო ყველა ეგრევე გავუჩნდებით რა просто ეხლა ცოტა რაღაცა სხვა ამბავში ვაპირკეთებთ რაღაც ამბებს და მოუბრუნდებით ამას და ისევ გავაგრძელებთ რა ანუ თქვენთან არ ყოფილა რაღაცა ისეთი არასდროს არ აი ერთხელ უნდობლობის რატო იცი იმიტომ რომ წარმატება რომ მოდის და თან მოდის უცებ და მე ვითარდება მასშტაბებს იძენს და ასე შემდეგ რა გარკვეულწილად და მე ვიცი რამოდენიმე მაგალითი ძალიან ცნობილი ქართველი ტიპების რომლებიც დღეს ახლა პროდიუსერები არიან მენეჯერები არიან და ასე შემდეგ არ მინდა თქვა ვინ მაგრამ ქალაქში იცის ან ეს ხმები, როდესაც ერთი მეორეს უნდობლობით უყურებდა, ანუ ერთი სასტავი იყვნენ, მაგრამ რაღაცა იქ მე ერთმა გამოძიება ჩაატარა მეორეზე თავს კონში და რაღაც ეგ ძალიან მაგარია რომ თქვენთან არის. ეგრევე თავში ჩაარტყავს დანარჩენი როა. და აბა რა გქონეთ, რამე გამოწვევა ყოფილა, აი მაგალითად რაღაცა კრიზისული პერიოდი, ერთმანეთს რომ დაცხებთ, შეიძლება კრეატიული კამათი ან რაღაცა, მაგრამ აი რო შეგიძლია გაიხსენო რომ აი იმ დროისგან მერე ყველაზე მეტად რთულ პერიოდად რაღაცას იხსენე. ერთადერთი რაც მახსოვს იყო კომენტირება მიდიოდა იმისი, რა ქვია, ოღონდ ეგ რავი მიხვდები რაც რა კომენტირება მიდიოდა YouTube ლიგის პირველ სეზონს ლაივში არ იყო ჩანაწერს და აკომენტირებდნენ ისე რა ქვია. გიგა და ანდრო აკომენტარებდნენ, მგონი გიგა პეტენაძე და ანდრო ხელაც. და მირო ჩამოვიდა რაღაცნაირად რა, კარი შემოაღო კომენტატორობის კომენტირების დროს თუ რაღაცნაირად ის მოხდა და მაგაზე მიწავიდა ჯმა რომ ეგ ხარ. ცოტა ანუ ხო აი ეგ თემა არის, ანუ აი სხვაგან აი სტადიონზე უფრო მეტი გვაქვს ნაჩხუბი ფეხბურთის თამაშის დროს ალბათ 100 ჯერ მეტი კი არა და რა მარტო მან თქვით რა მოედანზე პასი რაც კვერცხობა გააკეთე რას აკეთებ რას მატაობ რას ურტყამ როდის გაგიტანია გოლი აი სუფთაც მაკაცური ამბავი რა და მაგიტო რა ვიცი რა ანუ აი თქვენ გამოწვევა იყო რომ გავიც ვაკეთებდით ისეთ რაღაცას ანუ საქმიანი გამოწვევა მხოლოდ რომ საორგანიზაციო საკითხებში ანუ ურთიერთობებში არა აი მენ არასდროს აი მაგაზე რავი შემაერთეთ რაზეც გინდა და ყველაზე პასუხისმგებელი რომ შეაერთეთ არასდროს აი აი ნუ დაიმსგავსები ქართულ ჰიპ-ჰოპერებს და რაღაცებს ნუ შეერთდები ახლა და სიტყვის დეტექტორში ნუ მიხვალ რა მაგრამ ერთი რამეა როგორი უნდა აი თქვენ ხართ 9 და თქვათ კიდე მეტი მასშტაბი შეიძინა თქვათ კიდე 2-3 ახალი პროექტი დაიწყო. რა ტიპი უნდა იყოს როჟა? რომ აი ჰამაკელი ტიპი გაიჩნდოს და მიიღოს ჩვენ ავიყვანეთ გეტყვი როგორ motion designer ლევან მანჯგალაძე. ეგ იყო ვინც დავიმატეთ, იმიტომ რომ motion designer-ი გვაინტერესა, ანუ რაღაცა ანიმაციები და გაიკეთებინა. გრაფიკული რაღაცა. გრაფიკული ხო? და ტიპი ჩვენ casting-ი თუ რაღაც ეგეთი სტაჟირებასავით მოვაწყეთ რა ერთი 5 ტიპმა გამოვაგზავნა ჰამაკის ანიმაციის რაღაცა ისა ვარიანტი. და 5-დან ესე დაუწერეთ ქულები რა, ანუ ყველაზე მაღალი დამბალი რაღაც და მე-4-ზე იყო ლევანა. მაგრამ ყველა 5-ვე მოიყვანეს და დაველაპარაკეთ. ანუ ის კი არ იყო რომ აი პროფესიონალი ყველას ვებაზრეთ. და ლევანა პროსტა გამოდგა რომ კაი როჟაა რა. და კაი როჟაა, ეხა motion იცის, ჩვენიანია და მაგის მერე, ანუ აღმოვაჩინეთ რომ არ გამოუნახეთ საერთო ენა რაღაცა უცნაური ხუმრობა გააძრო ისეთი რომ დავცინეთ კი არ გაგვეცინა ანუ უფრო ვეღადავეთ და იმან ღადაობა რო ქიმია თქვენში ყველაზე მეტად მასთან გაეცრო ხო რა ანუ გეუნი ყველა ზა მნიშვნელოვანი არის კაროჩე აი აპსონასაც მაგიტო აფასებ ნიკოლოზ ტაპატაძე არის წერს ლექტორია კომენტატორია მაგრამ ხუმრობას რო ეთუ ისე კარგად შეუძლია მიიღოს ეს ხუმრობა აი რო აი უხერხულობას ვარ გეტყვი, სხვა რაღაცას შეიძლება წაგიცდეს, უფრო ისე გაიღადაო, რა ცოტა, ოდნავ მეტად გაიღადაო, ის ადამიანი თუ აი ამას პირიქით არ გაკადრებს, რომ შენ გაგრძნობინოს, რომ წაგიცდა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ აი ლევანას მაგალითზე მომყავს, რომ ლევანას რაღაცა გააძროთ, წავეღადავეთ და ისე მიიღო, ეგ ამბავი, ოღონდ ბოროტულად კი არა, პროსტა რა ხო ხდები ახალი ტიპია მაინც და შეიძლება
უცებ ის ვიღაცა ცნობილი ტიპები რომ რაღაცას გეუნებიან შეიძლება ისე მიიღო და ისე საკაიფოდ მიიღო და დააბრუნა პასუხი რომ შემა მეთქი ან აზრი არ აქვს ჩვენთანაც გაგზავნა ცხოვრება იცხოვრა იქა ცოტა ხანი და ეხაც დღემდე რავი რამე რო დამჭირდება ლევანას ურეკავ რა და მეგობრობთ ძალიან მეგობრობთ ძმაკაცობთ ისე მაგას ეგ ძალიან ტაფსონა ძალიან მაგარი კაცია ტაფსონა არის აი რატო ეცნობანი ადრე სადალაკოს რო ვაკეთებდი ჰანგრიმენები მყავდა მოყვანილი იქ და ნუ ეხა ესეც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული YouTube აი ხა ალბათ ჰანგრიმენი როგორ აი YouTube მონსტრი აი YouTube პროექტია ისეთი კი და თან რომ მაგათ რო ველაპარაკებოდი უთხარი რომ მეთქე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შენც მინდა ეკითხო როცა ეხა ამას ვიტყვი აი თქვა ტიპი რა ანუ იწებს უნდა რომ YouTube-ზე გააკეთოს თემა და მეთქარი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა და ტიპებმა თქვეს რომ ქიმია მათ შორის ვინც ხართ. ანუ ვინც აკეთებთ ამ საქმეს, თქვენ უნდა იყოთ ერთმანეთთან, აი გესმოდეთ ერთმანეთს. ეხლა ყველა საქმეში ეგრეა. მაგრამ აი პირველი ეგ თქვეს. ხო და რავი ხო მე თვითონ მაგ გამოცდილი გაიგე ეგ სიმწარე, რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ შენ იყოს სასტავში რომელიც ერთად უგებთ. ანუ მე ძალიან ხშირად ქონია ესეთი სიტუაცია რომ აი ნუ რას ვიზავთ, მოდი იყოს ხო ხდები რა. ეხლა მე არ მაქვს იმის თავი რომ მოდი მე დავიწყო თვითონ რაღაცეები და მოდი აი ამათთან ერთად ვიზავ ამ კოალიციასთან. რთულია რა ხელოვნურად ეგ არ გამოდის, თქო შეგ ბუნებრივად თუ არ დაალაგდა და ბუნებრივად თუ ადამიანთან არ იგზენი რომ ერთ ალღაზე ხარ. ყოველთვის პრობლემა იჩნდება ადრე თუ გვიან რა. ანუ აღარ გინდა ხოლმე რა, ანუ ხო ხალისი აღარ გაქვს. თემი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ჯო YouTube-ის კეთება არ არის, ანუ YouTube-ის კეთება მარტივი არ არის რა. ძალიან რთულია. ჩვენ ახლა სადაგვერ ხა გეტყვი რა. გავაკეთეთ გიორგი და გადაცემები, რომელიც ძალიან ხოძე იყო, დავითრიეთ მაყურებელი, რომელიც მაგალითად უყურებდა იაგო ხვიჩიას, ურა ჯაფარიძეს, იმას რა ქვია, გიგა ჯაჯანიძეს რომ მოდიოდა და ცოტა ისეთი არა პოლიტკორექტული ინტერვიუ მიდიოდა რა. შენ ახლა რესპონდენტებს აღსახელებ, ხო? ოკეი. და ის მქონდა რა, ანუ ოღონდ ჩამოწერილი კითხვები ყველა მიცოდა წინასწარ, რას უნდა დაგვესვა, იმიტომ რომ ისეთ კითხვებს უსვამდით, რომ უცებ რომ რენდომზე გეთკითხვა დაგესვას ტიპა მზად თუ არ ხარ, შეიძლება არ გაგისწორდეს რა. აი between two furnaces ჟანრში. და ეგ მაგის მაყურებელი იყო, ჩვენი მაყურებელი თავიდან ჰამაკის რა, მაგ შოუსი და კიდე მისაღებზე ქონდა რაღაც ექსტრემალური ჯექესური რაღაც თემა რა. და უცებ მე YouTube ლიგა რო დავიწყეთ, YouTube ლიგა გავაკეთეთ საიდ კონტენტად. ანუ თამაშს გადავიღებ, დავდებთ მეთქი რაღაცა პოპულარული თემა არის, მაგრამ იმდენად პოპულარული გახდა ეს YouTube ლიგა, რომ უცებ YouTube ლიგის კეთება დავიწყეთ. და ეს ტიპები ისე აერუნენ ერთმანეთში ეს ვინც პოლიტიკოსებთან რომ ვისხედით და რაღაცა მსახიობებთან და ასე შემდეგ რომ უცებ იუთუბერების ფეხბურთზე გადავუსვით არ გაუსწორდა ის დაგვეკარგა მე ამას რომ YouTube ლიგა რომ გადავიტანეთ სხვა არხს იქ რაღაცა იუმორისტთან დიდ პროექტს ვაკეთებ პატარა ვიდეოები აღარ გაკმაყოფილებს აი დიდ რაღაცას რომ გააკეთებ იქ პრეზიდენტი რომ ყავდა ყოფილი მოწვეული და უცებ აქ რაღაცა ნამიოკმანას ვთამაშობ აი დიდი ამბავით ვეღარ გააკეთებ რა და მან ცოტა აი უცებ აი ეს აგვერია ანუ კონტენტმა აგვერია ცოტა თორე ერთმანეთში არაფერი ანუ ყველაფერი კარგად მიდიოდა პროსტა კონტენტმა აგვერია იმიტომ რომ რაღაცა მწერვალები როზე რო იყავი ასული და უცებ ეს მწერვალები ყოველთვის ვერ არ იქნება და გიწევს ყოველდღიური რაღაცის მიწოდება არხიდან აი ვერ მოგხნუსხა მაგ ამბავმა და ეს ყოველდღიური ამბავი აირი რაღაცა და აი უცებ ჰამაკზე დაგროვდა ჰამაკის პრაიმი ახსოვთ და აი ჰამაკი რო პრაიმში იყო და ასე შემდეგ აი ეგეთ რაღაცეებს რა და ეგ იყო თემა მაგრამ ეს პროსტა მოვყევი ხა მაგრამ თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ უნდა გინდოდეს გაკეთება მაგისი რა YouTube-ზე ვინც ამბობს რომ ხა YouTube-ს დავიწყებ და მაგით მაყუც გავაკეთებ არ ვიცი ან ძალიან მაღალი ინტელექტი ძალიან გენიოსი უნდა იყოს და ცივსისხლიანად გააკეთოს ყველაფერი და უცებ მოიტყუოს ხოლმე რომ იუთუბერია და მე უცებ გამოირთოს ან ეგროჟა უნდა იყოს რომელიც არ ვიცი ჯერ არ შემხვედრი ეგეთი ტიპი ან უნდა უნდოდეს რა და თუ მიხვდი რომ ანუ საქმე ძალიან ბევრი რაღაცას შეიძლება ფული იშჩება რა ტიპი თუ YouTube არ არის YouTube ძალიან რთული საშუალებია YouTube-ით ფული თან დღეს ამბენ YouTube არხია ყველა ნადირობს მაგაზე რა რომ აი ყველა YouTuber ნადირობს რომ სპონსორი რაღაცა ფული ისეს და მან დრო შემოხვიდი ან ძალიან გიჟი უნდა იყო ან ძალიან უნდა გინდოდეს ეგ უნდა მიხვდე ჯერ რომ გინდა და თუ გინდა უნდა გადადგა ნაბიჯი всё მეტი არაფერი გინდა გადაიღე ვიდეო არ დაელოდო რაღაცა იმას endovd და შენ რაღაცა მაგალითად დღეს თუ არ გნახა გუშინ ხვალ თუ არ გნახა ზეგ თუ არ გნახა ტიპმა მაზეგ შეიძლება გნახოს და მაგ მაზეგის ვიდეოდან ყველა ნახოს ანუ შენ
ნუ არ უნდა გქონდეს ის რომ აი დავიწყებ და ეგრევე პირველივე მაგარი ვიდეო არის წეულა იმენა რა. უცებ რომ ჰაიპი მოდის შენთან წარმოიდგინე რაღაცა და მე რომ ადის და მე რომ ოდნავ რომ გადის უკან შენ აი ისა განიხვალკაში გტოვებს რაღაცა ვერქენი ვეღარ გამოგდის და მაგიტოა რომ წეულა არის პირველ თავიდანვე ჰაიპი მაგარი წეულა ჯობია მაგას რომ ნელ-ნელა შეეჩვიო იმასაც უაზროდ ორ ნახვასაც შეეჩვიო სამ ნახვასაც ცუდ კომენტარსაც იმას და მე გამზადდები ჩათვალე აი ტრეინინგი ანუ გაემზადე უკვე პოპულარობისთვის და მე ხდები პოპულარი და უკვე ყველაფერი ნაცადი. ეგ არის ყველაზე კარგი გზა რა. ის რო გონია რომ ჯას რო აი პირველივე ვიდეოს 100.000 ნახვა აქ დაგერხავშო. აი არ ვიცი არხები გამოვყევი და ბევრს დაერხა. ერთ ამბავს მოგიყვები და ამაზე შენი აზრი მაინტერესებს ძალიან მოკლედ. ანუ კალატოზი რო იყო ჩემთან მოსული, მასაც ვკითხე, მას ველაპარაკე, იმიტომ რომ მე შემხვდა ერთი ვიდეო, სადაც ისეთ ახალგაზრდა ბიჭი საუბრობდა იმაზე, რომ აიო როგორი მონოპოლია არისო YouTube-ზეო რა, ანუ რას გულისხმობ იციო, აი მე მაგალითად ეგ ბიჭი შეიცვალა. ხო, ვიცი რომ შეიცვალა, იმიტომ რომ ხო ვიცი, სხვა აზრზეა ეხა, მე თქვა კიდევაც თვითონაც იბაზრა ეგ, მაგრამ იმ მომენტში ისე იდგა საკითხი, რომ თითქოს მე ფუ პოდკასტში იბაზრეს მახარამ და კალატოსმა მაგაზე რა და უბრალოდ მანდი ბაზრეს მაგაზე და მე ამ ტიპმა თავისი ვიდეო ჩაწერა კიდე. და გიო რო იყო ეგ კითხე რომ მეთქე რატო არის მეთქი ის მიდგომა, იმიტომ რომ ამ ტიპმა მოყვა როგორ გააკეთა რაღაც კონტენტს რო აკეთებს, ყავს თავისი ხალხი, მაგრამ არც თუ ისე ბევრი და იმიტომ არ გამოდის რომ სპონსორთან რომ მივიდე და რო უთხარ მაგალითად და X თანხა, მე თქვათ უფრო ნაკლებში, თქვათ მახარამ უთხარო არა, მოდი აი ეს და ანუ იმდენათო აი ძირითადი YouTube ჩენელები რომლებიც გაიზარდნენ რომ იმდენად ყველაფერი მაკეთ მიდისო რომ აღარ ჩებათო ანუ წყლის დასალევი და რაღაც ტორტის ნაჭერი აღარ ჩებათ დამწყებ YouTuber-ებს. ამაზე უბრალოდ გიორგის პასუხს გეტყვი რომ თქვა ეგეთი რამე რომ ანუ ჯერ სამართლებისთვის უნდა აღინიშნოს რომ გიო დადის კალატოზი აი რა ვიღაცამ რომ დაურეკოს და ხვალ ვიწყებ გადაცემას აი პირველივე გადაცემაზე მივა. მაგაზე მაგარი ჩემში არა ანუ მაგაზე ბევრი კაროჩე მე იმენა ყველგან დავდი. ხო და აი იცი რა არის? ოღონდ გააჩნე ხარ ეხა იქ არ წავალ. ეგ გაკომპენსირებს მაგას, რასაც ის ბიჭი ბაზრობდა, იმიტომ რომ როდესაც ეხა თქვენთან რო ის პონტი იყოს, რომ შენ ტიპთან არ დადიოდე, იმიტომ რომ რატო ვარც მაუტუსოვკა და ჩვენ რაღაცა უნდა ახალი ტიპი რატო გავქაჩოთ, მაშინ ოკეი, მივიღებდი მაგარ გუნდს, მაგრამ ეგ სერიოზულად ცვლის, მაგრამ მაინც მინდა კითხო. რამდენად რთული არის დღეს, აი ახლა შენ თქვი კონკურენცია ეს ერთი, მაგრამ აი ეგ ნაწილი კონკრეტულად რო თქვათ შეიძლება ითქვას რომ აი რატო უნდა ჩადოს ვიღაცაში რა თქვათ ფული თუ უკვე წარმატებული პროექტები არსებობს და თქვათ ურჩევნია რომ იმ პროექტის მეშვიდე სპონსორი იყოს მაგალითად და არა იმის პირველი. ჩემი გადმოს აუ ცოტა ვრცლად რო გიპასუხო. მიდი კაცო პირიქით ასე უნდა იქნება პოდკასტი. შეხედე პირველ რიგში მარკეტინგში ახლა დღეს უკვე ცოტა შეიცვალა, მაგრამ თითქმის ყველა კომპანიის ყველასი რა თქმა უნდა არა, მაგრამ ვინც ყოფილა ამ ბავში ჩართული და მონსტომებია რომ YouTube-ზე რაღაცა თემა გაიგეთებინა, ყველას მარკეტინგთან, კომუნიკაციაში ნამყოფი ვარ. და პრობლემა რა არის გეტყვი რა. პრობლემა ის არის რომ ეგ ადამიანები, ვინც მარკეტერები არიან, არ უყურებენ YouTube-ს. ანუ არ უყურებენ. და ზუსტად მაგიტომ საკუთარ თავს ვერ ენდობიან. ანუ უყურე მე რომ მარკეტინგი ჩამაბარო რომელიღაცა კომპანიის სახეს გავაძრობ YouTube-ის ამბავი თუ ჩამაბარეს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ვიღაცას რო სპონსორი არ ყავს, ყველა ვიცი ვისაც არ ყავს სპონსორი და ადამიანი უყურებს რა. იმ ადამიანთან მივალ და ვეტყვი რომ მე და შენ მოდი ერთად დავიწყოთ, გავიზარდოთ, ის ვქნათ, შენ მე ვიქნები შენი გენერალური სპონსორი, დავიწყოთ ამით, ერთწლიანი, მოგეხმარები ყველაფერში და ეს ტიპი უფრო გამომაჩენს ვიდრე სხვა. ოღონდ ეს მე ვიცი, იმიტომ რომ ამ ტიპს უყურებ, ამას ვიცი რა ენაზე ვესაუბრო, ამას ვიცი რა კონტენტი აქვს, ამას ვიცი რა მანქანა ყავს, სად ცხოვრობს, როგორ, ანუ ყველაფერი ვიცი ამის შესახებ. იმათმა მარკეტერებმა აზრზე არ არიან, ვაფშე აზრზე არ არიან. იმენა რასაც ვამბობ, იმას გულისხმობ. აზრზე არ არიან არაფრის რა ხდება. ვინ რამდენი, ანუ ვიღაცა კონკრეტულები ყავს შეიძლება კიდე ყველაზე არ ვიძახი, იმიტომ რომ ეხა ბოლო პერიოდში კიდე შეიცვალა დამოკიდებულება, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ აზრზე არ იყვნენ. მაგრამ დღესაც მაინც აზრზე არ არიან. და უცებ უყურებენ რომ აი ფიდბექით რა, ამას ამდენი ნახვა აქ, იმან ვიღაც მეზობელმა უთხრა, იმას ვიღაცას ბავშვი უყურებს YouTube-ს თურმე და შენი ბიჭი ხო უყურებს YouTube-ს, რას უყურებს ერთი, ანუ აი ამ კომუნიკაციით ესე მაგფილტრით უცებ ესე იფილტრება ეს YouTube-ები და გამოდის რაღაცა 6-7 არხი. გრჩება. რომელშიც არჩევენ და გაგიტო აი ამ 6-7 არხში უკვე ირჩევენ რა და ის ტიპები ვინც გამოიფილტრა უკვე რომ იმიტომ რომ აი ამ რაღაცა აზრზე არ ყოფნის პროცესში გაიფილტრა დარეკვებით რომ არავინ არ უთხრა და ასე შემდეგ ის გარეთ რჩებოდა რა ხო და ეგ არის მიზეზი
ანუ ეგრე მოხდა, იმიტომ რომ ეგ არც ჩემი ბრალი არ არის, არც საჭო კაცი რა ბრალია, რომ ყურებადია. ეხლა ეგ როგორ უნდა დაადარ? ყურებადია და ზუსტად მაგიტო არის, რომ ურჩევენ რა, რეკომენდაცია მაგაზე მიდის. და მაშინ ის უნდა იყოს ის ადამიანი გაბრაზებული და ყოფილიყო იმ მარკეტერებზე, რომ არ უყურებ, ანუ აზე არ არიან რა ხდება რა. აი მაგალითად კომპიუტერის კონტენტს რო აკეთებ თქვა რაღაცას, კაროჩე რა, ხო ხდები. და ეხა კიდე ერთი რაღაცა რაც არის მანდ რომ ხშირად ეს რო იცი რომ არ უყურებს მარკეტინგი ზოგადად მარკეტერების სამყარო YouTube-ს არ უზის ეგ რო იცი შენ როცა მიდიხარ რომ დაგასპონსორონ შენ უნდა გქონდეს სხვა მოტივი შენ არ უნდა გქონდეს ის მოტივი რომ ჩემი კონტენტი მაგარია ან რაღაც ეგეთი რა ხშირ შემთხვევაში უნდა გქონდეს მოტივი რომ აი ამ ტიპს ვისაც ვესაუბრები მე მენდოს და დავევასო ისე რომ ყურება არ დაჭირდეს ჩემი და კონტროლი შეხედე მე უნდა მენდოს რომ მე არსად არაფერს არ გავუყრი კაროჩე რაღაც ისეც არ ვიტყვი ისეც არ გადავიდებ პირველ რიგში კორუფცია რო არ იქნება კორუფციას ახლა მაღალი ნათქვა მე შენ გულისხმობ ფინანსების გაფლანგვას არა თუ რას უბრალოდ ისეთ რაღაც ისეთ მესიჯს არ გავავრცელებ ან ისეთ ვიდეოს არ გადავიღებ რომელიც შენ დაგარტყამს ოკეი ანუ მე უნდა იმ ადამიანს ეს არის YouTube-ის ყურება არ უნდა და მაგრამ გარანტია უნდა ქონდეს რაღაც სისულელეს არის და ეხლა იციან რომ ამასთან ამდენი სპონსორია ნამყოფი და კმაყოფილია ეგა უკვე შო რა ინდიკატორი რა ანუ რეზიუმე აქვს ხო რა რომ აი ეს არ გაუყრის რა კაროჩი რა და თემა ეგაა რომ შენ რომ მიდიხარ ახალი როცა ხარ შენ და შენი თავის რეკლამა უნდა გააკეთო ეგაა YouTube-ი რა რომ შენ ხარ შენი არხი შენია და რომ ესაუბრები ადამიანს უნდა დაარწმუნო იმაში ესე კი არა დედასვით ავარ კი არ უნდა უთხრა მაგრამ ის უნდა დაარწმუნდეს იმაში რომ შენ აზროვნებ და რომ რამე რაღაცა თუ ისეთი იქნება შეატყობინებ ან რაღაც ისეთ ვიდეოს არ გადაიღებ რომ მაგალითად თქვათ ავიღოთ რაღაცა ლუდის კომპანია შენი სპონსორი თქვათ და არ დაიწყებ ქუჩაში დინამიკით არ გამოხვალ და არადალევას თქვა ის ძალიან უხეში მაგალითი მოიყვანე მაგრამ მაგაზე უნდა იგრძნოს თავი დაზღვეული და თან კი შეუძლია იყოს დაზღვეული და უყუროს სულ მოგთხოვოს რომ მაგალითად სანამ ვიდეოს დადებ ჩამიგდე მაგრამ ეს ჩაგდებები ისინი ესენი არ მუშაობს ესა და ყოველთვის ვინც უკვე იციან რომ აი ეს მუშაობს ამასთან მიდიან რა ეგ არის, მაგრამ არა აქვთ ის პონტი, რომ კაცო კომპანიას ხო უნდა ყავდეს კონკრეტული მიმართულება, რომელიც სოციომედიას და YouTube-ს აკონტროლებს, რომელიც ანიჭებს ნიშნულობას და თქვა არ უყურებს, კაროჩე რა ის გოგო არ უყურებს, სკროლავს TikTok-ს ან Instagram-ს რა და ზუსტად იცისო David Doxy მაგარ კონტენტს აკეთებს და მართლა მაგარ კონტენტს. ვინ? David Doxy. ძაღლები რო ყავს. საქართველოში თუ საზღვარგარეთ? არა, აქ არის. ეგ აკეთებს David Doxy. ისეთ მაგარ ესეთ პორტრეტულ კონტენტს აკეთებს TikTok-ისთვის და Reels-ისთვის. ალბათ დღეს პირველია ვაფშე რა, იუმორისტულად და გემოვნებიანად აკეთებს. აი, იუმორისტულია თან? აი, იუმორისტული გადაობა, ანუ გაცინებს ბერს. ოკეი. და გახალისებს და თან არაფერზე მეც არის. ძალიან საყვარელი. ძაღლებზე არ მაქვს საუბარი, ძაღლებით დაიწყო, მაგრამ ეხა ცალკე ავტადის და რაღაცა ფიტნეს ცენტრის ისა ასახია და ეგ უნდა ვნახო. აი უმაგთან ისეთი როჟაა, რომ თავის თვით კრიტიკა უყვარს და კარგი საყურებელი. და ძალიან მაგარია. მაგრამ ეგაზე იციან, მაგრამ ეხლა მაგას სკროლავენ რა და ეხლა YouTube-ზე დაჯექი ამის 20 წუთიან ვიდეოს უყურე. მე შეიძლება ეს არა ვირი კიდე ვიღაცის 20 წუთიან ვერ გაკონტროლებს. კიდე 20 წუთი ვიდე ის. ანუ შენ ასამობ რომ თავარი ერთ-ერთი წინაღობა, რასაც აწყდებიან დამწყები YouTuber-ები, ეს არის უნდობლობა, კი არა და როგორ გითხრათ, ცოტა სიზარმაცეც და ელოდებიან, როდის დაიმკვიდრებს ტიპი თავს და როცა დაიმკვიდრებს ტიპი თავს, აი ფოლოვერებით იმითი და სახელიც თუ ისეთი აქვს შედარებით, მე შეიძლება მიედრონ დიდი კომპანიები. აი ორივე მხარეს არის რა, ხა მაგიტო თქვი რომ იქით ამ ხრიდან არის გულგრილობა და აქეთ ამ ხრიდან არის არასწორი მიდგომა. აქეთ ამ ხრიდან გონია რომ მე ხა ამას თვითფრთოვთან რომ გადმოხტები, მაგრამ დაევასება რაღაცა ბურგერების კომპანიას. ამას არ აინტერესებს ეგ რო რამე. ჰაერში ჭამე ბურგერს. და მაგას რო გიხსნის ტიპი რომ ჰაერში ბურგერს შევჭამ, არ კაი ჰაერში ბურგერს რომ კაია და დაევასებ. ისეც ვამბობ რა რომ არ ეს ამ ტიპს ვერ ხიბლავს მაგითი. ამას ეზარება ეხა ამის ყურება რომ რა შეუულია და სკაუტები უნდა ყავდეს მაშინ YouTube-ზე რომ ყველაფერს უყურონ და ხოძზე იყვნენ რომ ვინ რას აკეთებს და ვინ როგორ ფორმაშია და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ შენი თავი წარადგინო. მე ყველასთან ეგრე ვაკეთებ რა. ეგრე გამომივიდა და მე მივხვდი რომ სწორად ვაკეთებდი. რომ ადამიანთან რომ მივდიოდი შეხვედრაზე ხა ბოლოს ერთ-ერთ კომპანიასთან ვიყავ შეხვედრაზე, ორჯერ ვიყავი და ორივეჯერ 4 საათი ვიყავი. 5 წუთი ვისაუბრეთ საქმეს და დალში მე ვიბაზრეთ რაღაც იმაზე და ის უკვე მენდობა მე.
იმას რომ თხოვო რომ მეთქი ეხა ღირს რომ ეს ვთქვათ რაღაც ისეთი გავაკეთოთ რომელიც ძალიან ძვირი დაждდება ის ჯერ ისე ფიქრობს რომ ღირს ამათ მე თუ ძალიან უაზრობას მეუნები მეტყვის რომ ძალიან უაზრობას მეუნებიო მაგრამ უკვე მენდობა და ეგაა თემა რომ სულ მაგას ვიძახი რომ საკუთარი თავი უნდა გაყიდო ეგაა ანუ შენი თავი უნდა გაყიდო ის თუ იქნება რომ YouTube-ზე ვიღაცას და კიდე ერთი პრობლემა YouTube-ზე ვიღაცას დაევასე, მაგრამ დაევასე ისეთი როჟა ხარ, შეხვედრაზე შედიხარ, რაღაც ექვსი кейსით და რაღაც ფურცლებით და დოკუმენტებით უკვე იმას ეშინია, რომ მაგრამ მე ის ტიპი მინდოდა ეს არ ხო, ეს ვინ არის? ვინ მოვიდა? და ეგეთი სხვა რამე შეუკვეთესება. misunderstanding-ები არის ხოლმე და ვამბობ რომ ვისაც გინდათ რა YouTube-ის იმის რაღა კომპანიებში გავაკეთებთ, უფასოდ გაიკეთებთ, გეტყვით ვინ გჭირდებათ. იმიტომ რომ ყველას უყურებ და მე რომ იმას დავეხმარები, ჩემთვის უკვე საკმარისი გადასახადია ესე რომ ვთქვათ რა. მადლობა. თქვენ ხო შიგნით ჩვეულებრივი ამბავია ხო რომ ფუნქციები გადანაწილებული გაქვთ, შენ გაქვს უფრო ათვისებული საორგანიზაციო საკითხები და ასევე სპონსორებთან იქნება თუ პროდიუსინგი, მოლაპარაკებები. ქოროს რა ფუნქციაა? ყველა ვართ მაგაში, უყურე, თავარი ვართ ჯგუფი, კრეატიული ჯგუფი ვართ, creative studio ვართ. და უბრალოდ მე რახან მაგდენი ენერგია მაქვს, ყველა არის თანახმოვანი, ყველა გამკეთებელი, просто ეხლა თავიდან მოვიტყუო, რომ ვინმე მაგას ჩემზე კარგად გააკეთებს. ხო, ეს. ამიტომ აღებული მაქვს რა, ეხლა ჩემი ძმა მართლა ჩემი ოჯახის წევრები არიან, რამდენისაც საკუთარი თავისთვის ვარ გამკეთებელი, იმდენივეს გავაკეთებ მათთვისაც რა. ნიკა არის მაგალითად, რომელსაც დიზაინი ესმის კომპიუტერის საბუთები, legal რაღაცეები, არც იცის რომ არ მევასება ეს რაღაცა legal რაღაცეები, აი კონტრაქტს გადახედე და არ შემილია, ანუ რა ის კონტრაქტი 5 წინადადება რომ გადავაბა, გული გამისკდება რა, კონტრაქტის წინადადება რომ ეგ იცის ნიკამ, არც დროს არ უთქვამს რომ მოდი კონტრაქტს გადახედეო, თუ რამე ისეთია ჩამიგდებს რომ აქ ეს სწორად წერია და ნიკა უყურებს როგორც საორგანიზაციო საკითხებს ნიკა აგვარებს რა, რასაც ქვია რა. შეპესეზე ისაა გადასახდელი, ინდმეწარმეზე ამდენია გადასახდელი, ბუღალტერი ის. აი ეგრე ვართ რა. ახლა ძალიან კარგია ვინც გვიყურებს და თუ აპირებთ პოტენციურად რომ YouTube არხი მოხდოთ ან თუნდაც სოციალური YouTube ჯგუფზე არის ეს ბაზარზე YouTube არხზე ხა მე ჩემ არხზე მე ესე ვამბობ რომ MV YouTuberi ვარ მეთქი ანუ მე ვიღებ მე ვამონტაჟებ ანუ მე ვიღებ და მე ვამონტაჟებ ანუ არაფერი მე ვანათებ მე იმიტომ რომ იქ ხო გითხარი რა მუღამიც მაქვს YouTube-ის რომ ეგეთი უნდა იყოს მე ვაკეთებ რა ანუ არავინ ზემოდან არ მფარვე ეს იმით არ მიშვებ და მაგ მუღამით მაგიტო ვაკეთებ თორე რა ვთხოვ რომ გავუგზავნო მასალა გამიმონტაჟებენ სულ არა გინდა რომ შენ თვითონ ლოგოც მე გავაკეთე ისიც ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე თან ვისწავლე ბევრი რაღაცა ხო რა კარგი ის არის რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრე ხა რომ ვიღაცას თუ რაღაცა დაწყება უნდა და თუ გუნდთან ერთად თუ გუნდის მონახვის თუ თინდოთ ინდივიდუალურად ლიჩნა თვითონ რომ დაიწყოს ანუ მაგისი ძალიან კაი წინაპირობა აქვს ხა იმიტომ რომ ისეთ ინსაიდერულ რაღაცებს იძახი შენ რაც რეალურად ანუ ყველას ვეუნები ხომ ვცდილობ ყველას უთხრა რომ რა პრობლემა მაგიტოა უფრო პრობლემის გადაჭრა რა ეხა ეს რაღაცა საერთოდ სხვა მიდგომა შეიძლება ქონდეს ადამიანს რა მაგის მიმართ როგორი ელაპარაკოს თქვათ დამქირავებელს ესე რომ თქვათ და გონია რომ ნანახი აქვს რა კინოში როგორც ელაპარაკებიან რა და ან თავის წარმოადგენაში როგორც უნდა ელაპარაკო როგორიცაა ეს დამსაქმებლების დამქირავებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და იზიზღებათ თავისი ყოველდღიური საქმე და იქიდან რაც უფრო გამოიყვან მით უფრო ადეკვატურად მოგისმენს როგორც კი საბუთებით და იმეებით кейსებით შეხვალ უფრო ჩაყავს იქ და ისიც იქიდან აი მაგას ვეუბნები ხოლმე ჩემ მეუღლეს რა იმიტომ რომ როგორი რამე ეცე როცა ბევრი პასუხისმგებლობები გახო 4 შვილი და ასე შემდეგ მე რამდენჯერ ვამბობ მაგას მაგრამ მაინც შენ მე ჩემი გამოცდილებით ანუ ცხოვრებაში ძალიან ბევრი საქმე გამიკეთებია არაფორმალურ გარემოში. აი რასაც შენ ამბობ. იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ესე უბრალოდ სადღაც ტუსოვკაზე ტიპს ელაპარაკო რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი იყოს რაღაცებში ერთმანეთს გაუგოთ, წავხვიდეთ ერთად პახმელიდან ერთად გამოხვიდეთ და საქმე გაკეთებული იყოს რა. ხვდები და ანუ მაგის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბაქო ჯეიჰანის ტრობა ეგრე დალაგდა იმენას ხო და ანუ ეგ ზუსტად ვიცი თან რა. აი ეგ არის რა და მაგას ზუსტად და მაგას უხსნიდი მეუღლეს რომ მნიშვნელოვანია ეგეც. მე შორის მაგის დეფიციტ განვიცდი ეხლა რომ აი როგორ გითხრა რა თქვა საქმე და სახლი და მაინც ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე კომფორტული მაინც სახლის სიტუაცია ბავშვები ეს ის მაგრამ მეორე მხრივ ამით კიდე ძალიან ბევრ შესაძლებლობას და ბევრ რაღაცა მომენტს უშვებ ჯერთი ისედაც ინსპირაცია ხო გინდა ანუ ადრე მაგალითად დავდიოდი ყველგან იქ ვიღაცას პაროდია უფრო ვიცოდი იმიტომ რომ ვიცოდი რომ თქვა დეითებზე ეს ხდება ხო ამიტომ რომ სადღაც რო ზივარ ხოლმე რა მაგალითად და დავჯექით რესტორანში ბევრჯერ შენიშნა რომ ბიჭო
ვიყავით ჩვენთან ერთად რა იმიტომ რომ სულ ვიყურები და იქ რა ხდება იქ გოგონბიჩი რაღაცა უთხრა აუ თუ შეიძლება ყვავილები რაღაცა მოჩლიფით ლაპარაკოს ეგეც ეგრევე აი თუ ისე იქით ორი ქალიზის და ლაპარაკობენ თავიანთ შვილებზე იმას უყურებ გესმის და რაღაცნაირად ვიწოვდი ამას ეხლა უფრო ის პერიოდი მაქვს რომ ერთ-ერთი გამოსვლოდ ხედავ რომ ბროსტა სოციალების ქროლო და იქიდან მიღებული რაღაცით გააკეთო მაგრამ მაინც მე იმდენად შეჩვეული ვიყავი ცოცხალ ურთიერთობებს და ცოცხალ პონს რომ ეგ მნიშვნელოვანია და რაც შენ თქვი არაფორმალურ გარემოში ძალიან ბევრი საკითხები გადაწყვეტილა აი სერიოზული საკითხები გადაწყვეტილა ძალიან 2000 ლარს ჩამირიცხავ თვეში ერთხელ კი არა ისეთები მომხდარა რა აი მოდი იცი რა დედაშენით დავიწყოთ საუბარი და რას გულისხმობ რომ მსახიობის ოჯახში გაიზარდე ხო მამაშენი რა პროფესიის არის მამაჩემი როგორ ავხსნა რა ესე ოფიციალურად ინჟინერია ხო მაგრამ მსახიობი არა ბევრ ადგილას ანუ აი დეპუტატის შვილი იყო და სადაც უნდა იქ მუშაობდა. კი ბატონო. გაიხანი რა. და როგორი არის, როცა მსახიობის ოჯახში ისდები, რას გულისხმობ? ანუ შენ ბავშვობიდანვე რახან დედა მსახიობია ქონდა, მიდრეკილი, აი მინდა თუ დედის გავლენა იყო თუ როგორ? მე კეთყვი რისი მიდრეკილი მომქონდა რა. ტაში და ვაცია მიყვარს ძალიან რა. ოღონდ რომ აქებენ არ მიყვარს რა. მაქონ როცა არ ვიდგები იქ რა აი რომ დგავარ და მაქებენ აი არ ვიცი ისეთ ანუ შეიძლება ისეთ ფორმაში დავდგერო ანუ პროსტა ვერ მიხვდე რომ ანუ აი უხერხული მდგომარე დოინჯი შემოვირთხო სპარასწორ კურნჩხვები გეწყება მე დამეთყობა რომ კროჩ ეს ტიპი ვეღარ არის ისეთ ხოძე რა ხო და ეგ მიყვარდა ტაში ძალიან მიყვარდა აი მაგალითად აი ფეხბურთის თამაშის დროს რომ მატაობდი რაღაცი მაგ ბევრს ვატყუებდი აი მევასება აი ფეიმი მევასებოდა თეატრ მსახიობობაც მარტო მაგიტომ თუ მომდომებია მაგიტომ მომდომებია რომ აი სტაში და რაღაცა რომ ხო რა აი ძალიან და მაგრამ ბოლოს როცა დავფიქ აი ცხოვრებაში ძალიან ბევრ რაღაც შევიცვალე ჩინეთში ვიყავე ჩინური ვისწავლე იქ რაღაც სტიპენდია მქონდა ჩამოვედი უცებ მე ბიზ აღარ მინდა თქო ჩინეთი თქო ჩინური იცი ბიჭო 10 წლის წინ ვიყავე ხო მესმის მაგრამ მაინც რაღაცა რო რამე კი რა ესე აღდგენადი არის რა. და უკვე გამზადე თავისუფალ უნივერსიტეტში გამზადებული ტიპი ვიყავი, რომ ეს დიპლომატია всё, ეხა ჩინეთში ისწავლეს, ჩამოვა და რა ის იქ ჩინეთში ჩავედი, ორჯერ ვიყავი წასული ერთხელ საერთოდ სხვა სახის გართობით მოვიკალე თავი, მეორეჯერ წავედი დიდი 6 თვით წავედი საერთოდ სხვა სტილის გართობებს, მაგრამ გამოცდილება მივიღე ხა. შეიძლება თქვა იქ რომ 17 წელსაკში აქ რო ჩამოხვა ხო ოღონდ კონჩი ვიყავი რა და რო ჩამოხვალ აქა და სასტავ არ გავეკარე მაგრამ მთელი ჩემი აი ვინც არც ვიზდებოდი ის უბანი ახალგაზრდების დიდი ნაწილი და ვაფშე ანუ მეთქი ხო არ ხადაობთ რა აი ის ტიპი ვიყავი და მაგიტომ საერთოდ არ მქონდა აი ვაფშე არ მქონდა ეგ პერიოდი იქვე მოვკალი ჩინეთში როგორც ჩამოვედი არ ვარ ეგ ანუ ვიყავი მაგრამ ჩავკალი იქვე რა და აქ რო ჩამოვედი ვაფშე სხვა მუღამი მქონდა რომ აი სულ მქონდა წარმატების მუღამი სულ მქონდა რა აი რაც თქვი აღიარების და წავედი რომ მეთქი ბიჭო ჩინეთი არ გამისწორა წავალ ბიზნესზე ჩავაბარე მათემატიკით რაღაცა ის გრანტი ავიღე იქაც იქ მე დასში ვიყავი თეატრალურ დასში იქ დავამუღამე პირველი სპექტაკლი რო ვითამაშე აი ეს დავამუღამე მე მეთქი რა ის ბიზნესი და მათემატიკა თქო მაგასაც დავანებე თავი მსახიობაზეც რომ მე ჩემი თავდამეონებოდა რა არ გინდა მსახიობ არ გინდა საკმო მე ორი რაღაც რო დავიკიდე ცხოვრებაში 5 წელიწადში რომ ორი რაღაცამდე მივედი ბოლომდე და უცებ ბოლო ნაბიჯი აღარ გადავდი და გავანებე თავი მსახიობობა არ გინდაო ანუ ბოლოს უკვე ეშინოდა რომ საერთოდ ფეხებზე არ დამეკიდა ყველაფერი რა და მსახიობობა არ გინდაო და მსახიობაზეც იმიტომ თქვი ვარი რომ დავფიქრდი მოკლედ რო თქვა ეხლა წარმოგებ მსახიობი ვარ და ჩემი კასტინგის მენეჯერი და კასტინგზე ვარ ვიღაცასთან ერთად მსახიობთან ერთად ბიჭო აი ხერხულ მდგომარეობაში ვიქნებოდი რა იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს სულ რომ შევასრულო სულ რომ ყველაზე მაგარი ტიპი გავიჩითო ვიღაცას ეკაშვილი და ვიღაც პროტესტის გზნობა გაუჩნდება ვიღაცას არაადეკვატურად ვიღაცას ადეკვატურად და აი ეგ წნეხი ავირიდე და მოდი ეხა ყველაფერი მოდი მე ტიპი შევდგები მე თვითონ რა არაფერი არა ანუ არც იუთუბერი არც ერთი ჩემი წინაპარი არ იყო რა რომ გენეტიკურად არ დავიწყე კონტენტის კეთება წერა იმე ესა და ეგრე კამაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ჩინეთმაც მომცა თავისი, იქ რაღაცეები ისეთი რაღაცეები ვქენი, რაც აქ 24-25 წელსაკში გამიჩნდებოდა, ან მოპოვებაში იქნებოდა, ან სურვილი მექნებოდა რა და იქ იმდენად ის ვქენი, რომ აქ მე არაფერზე, ანუ ყველაფერზე უარი მაქვს.
იმ მოსაწევით უცებ ერთ წელიწადში ამოვაგდე, ანუ წიე გადავაგდე, სმაც, რა ვიცი, ბარში ვცხოვრობდი ერთი პერიოდი, მაგრამ იგაც ერთ წელიწადში მოვიბეზრე, გადავაგდე და ეხლა აი ბარი მაგიტომ მიყვარდა, რომ სუდა ნანუკასთან ერთად რო შევდიოდი, ხომ თქვა ბარში ასადმე არ მიყვარდა ჩემთან და ციარული ნანუკას. სადმე, იმიტომ რომ ჩემს ხო. იმიტომ რომ არ ვიცი რა, ანუ ეგრევე უცებ შეიძლება მოვწყდე იქ ადგილიდან და ერთი ყველას მაგიდაზე მივიდე და რაღაც ანუ ურთიერთად მევასებოდა რა. და ეგეც ყველაფერი ის ქვენ და ეხა ვარ იმაში რომ უბრალოდ ერთ-ერთი мотиваცია რაც მაქვს ის რომ აი ეს ბავშვობის ოცნებები ავიხდინო რომ რამე ფეხბურთის თამაში მინდოდა ავიხდინე რა ის გავიკეთე ჩემპიონატზე მომდაც აი მოვაციების ქვეშ ვიმატავე რაც მინდოდა და ეხა მინდა რომ საქართველოს საამაყო შვილის წოდებაც მივიღო რომ რამე რა ხო რა საქართველოს საქმე გავუკეთო რაღაც ისეთი რომ რაღაცა ისეთი რაც ქვეყანას სარგებლობს ხო მარტო ჩემზე არ იქნება და როგორც ქვეყანას ისე მოუტანს სარგებლობას და მე უკვე გავაკეთე ბოსტანს რასაც ვამობდი და ხო მეცხვარე ბავშვები კი ზუსტად და იმიტომ ბავშვებს ალბათ ძალიან მინდა რომ დრო გქონდეს ბავშვებისთვის თუნდაც შენი საყვარელი პროექტი საზღვარგარეთ YouTube-ის პონჩი და ფავორიტ იუთუბერები და საქართველოში თუ არის ესეთი რამე რასაც შენი კონტენტის გარდა აი უბრალოდ უყურებ როგორც აი რიგითი მომხმარებელი. იცვლება ხოლმე რა. აი მაგალითად გეტყვი, ორშაბათობა არის კარგი ანუ გეტყვი რომელები მევასება რომ რამე რა რომელსაც უყურებ ხოლმე. ორშაბათობა არის ჩემთვის კარგი პროექტი. Hungry Man-ს გონდა ის არა პრანკები არა. პრანკები არ მიყვარს პრანკი. კვების კონტენტი კვებაზე მაგებული გასართობი კონტენტი ქონდა, ესე შემოდიოდა საჭმელი, ინტრიგანი ერქვა, ერთი ტიპი სინჯავდა, დაუწერდა ქულას, მე ისინი სინჯავდნენ და უნდა გამოეცნოთ და სახალის მევასება, მაგრამ ეს კულინარიული რაღაცა რა. ეხა ეგ აღარ აქვს, ეხა ორშაბათობა ისევ არის. ბიჭო არ მინდა რა, ეხა არ ვიღაცა გამომრჩება უეჭველი ესე, იმიტომ რომ ბევრისთვის შეიძლება. ხო, მესმის კი. მაგრამ ეხა ვისაც უყურებ ამ წამს, იმას გეტყვი ვასილ რაგვარია ასლანიშვილი ვასილ ასლანიშვილი არის UFC-ზე აკეთებს კონტენტს რა UFC ხა დამაინტერესა UFC-მ და რახან ბოლო ადრე ვიყავი აი სილვა ანდერსონ სილვა იცი UFC ისე რა ბრაზილიელი რონალდინიო იყო ჩათვალე რა იმენა რონალდინიო ვინც არის ეგეთი იყო UFC-ში ადრე ბრაზილიელი ანდერსონ სილვა და მაგ დროს უყურებდი და ეხა აღარ არის და ერთი 10 წელი არ უყურე და ეხა დაუბრუნდი და იმდენ რაღაც გამოვტოვე ის რომ ეგ ტიპი მაგის კონტენტი როგორ აკეთებს იცი ყვება რა ამბავს ყვება რა მაგალითად ეს იდრის რა ადესანია როგორ დაიბადა სად მივიდა რა გამოიარა რამდენი აქვს თოფურიაძე აქვს მოყოლილი დოლიძეზე აქვს მოყოლილი და UFC-ზე განათლებას მაძლევს რომ კომპეტენტური გავხდე რომ რაღაცას რო უყურებ მე ცარიელ ჩხუბს არ უყურებდე და როგორც აი ხა რო უყურებ ბარსელონა რეალს და ვიცი რამ ყველაფერი მახსოვს იქ გვარდიოლამ და იმან რო იჩხუბეს რა ქვია რამოსმა რო ხელი კრა აი ეგ ყველაფერი ხო მოყვება და სხვანაირად უყურებ თამაშს რა მაგიტო ხომე რომ უისტორიო გუნდის გულშემატკივრება რთულია უფრო რა და აი ეგ მუღამს ხო მევასება როგორც უყურებ და ეგ ტიპი კიდე მეხმარება იმაში რომ აი ეგ მუღამიც და მემატოს და ამ ბოლო დროს ალბათ მაგას უყურებ რა PvP-ს თუ PvP პროექტია პროსტა ხო და ანუ გევასება კი PvP მე ქართული ჰიპ-ჰოპი როცა არავის არ ევასებოდა, მაშინაც მევასებოდა. მე დაჟე ქართული ჰიპ-ჰოპი თუ კონკრეტულად ეგ პროექტი? ჰიპ-ჰოპი. პროექტი ყველა საწყისებიდან ჯერ როცა არ იყო ეგეთი გაბაზრებული მაგალითად. ხო. მოკითხვა არის რომელ წელს დადო თუ გინდა ნახე, ძალიან ძველია. პატარა ბავშვის ხმა აქვს ადამიანზეც რა, მაგას რო უსმენდით რა, საყვარელო და ჩემი მამიდაშვილი იყო, მანდ მე მაშინდელიდან usmენდი ქსელი 56-ს. შეიძლება პირველი ფულ არის ჩემი მამიდაშვილი და მანდ რო და მე დღეს usmენდი. და თუ არ მიწყენთ ქსელი წარმოგიდგენთ თბილისი ლაის. რა ძალიან მაგარი სამევასება. მე ფულა თავიდან კიდე პოპულარული გახდა ძალიან არ გახსოვს ის რო გააკეთე ეს ირაკი ჩარკვიანის მე მოგიტან წავს რო თვითონ ჩარკვიანი მევასება მაგრამ მან აი ფულოს უტრეკებდი ხოლმე რომ ხო ჯერ აზმანზე ხართ მე ხო მაგრამ ბიჭო ეხა წამე სკოლის მოსწავლე ვარ ჩემთვის სამხელა ეგზოტიკა იყო ეს მე უტრეკებდი ხო მაშინ კი თან და რაღაცა ანუ მე აი ცოტა მაგ მიმდინარეობაზე ნახე აი მან ეხა ფულოს ვეუნებოდი ხოლმე ეხა ისეთ ვიძია იმენა ფრანგი ჰიპ-ჰოპერი გეგონება მაგრამ თავის დროზე ხო
მაგას ვეუბნებოდი რომ იქ ეგეთი ფაზა ქონდა სტუდენტს ჯავახიშვილის სტუდენტს გავა ხო აი ეგ პონტი რომ მამაო რატო არის ეს ცხოვრება ამაო თუ რაც და მეთქი კაი შეჩემ მანათქი რა სიმაშ მე კიდე მასტერასის რო იყო რა ქვია თუ რაც ჰამლეტ გონაშვილი გენიალური ეგეც უკვე მუსიკის ფონზე მოკლე აპარატო რაღაცას დამრიგებლური პათოსით რაღაცა მორალს უწონებ რაღაცას ყვები რაღაცას მიმტკიცებ რო ქვეყანა ყველას გვიყვარს ყველა სხვადასხვანაირები ვართ ასეთსაც შეიძლება უყვარდეს ქვეყანა ისედაც ცოტა მეხელოვნურებოდა ეგ ჩემი საყვარელი ტიპები და ეხა ერთ თემას მინდა შევეხო რომელზეც აუცილებლად ცალკე პოდკასტ გავაკეთებ იმიტომ რომ პელეც იყო აქ რა ქვია ძალიან მიყვარს რა ქვია იანგიც ძალიან მიყვარს ადამიანურ პონჩი არ მომბობ მაგრამ რაღაც მოვლენები რაც ახლა ბოლო დროს მოხდა არის ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი და ჩემი აზრით ანუ აი დიდი იმედგაცრუება იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი ჩემთვის სხვა რამეა მე ჰიპ-ჰოპს ბავშვობიდან ვეუსმენ ანუ გიჟდები და საკმაოდ გარკვეული ვარ იქაულ ბეთლერებსაც უზივარ იცის მოკლედ ჩემმა მაყურებელმა რომ როგორ მიყვარს ჰიპ-ჰოპი და იმ დღეს ჩავრთე უბრალოდ აი ეხლა ხო იქნება ჰიპ-ჰოპი და ჩავრთე მაშინდელი კაზი ჯაზის ჩემი ქალაქი ჯაზისაც ყველაფერი საოცრება ვერ მეტყვი ჰიპ-ჰოპ ქართული ჰიპ-ჰოპი ფულასი და ნოზაძის აი სამი ნოზაძე 10 მილიონი ნახვა აქვს ჩემი ქალაქის ხო ფულას ჩესტერისაც მაგარია ჩესტერსაც მაგრამ ფულას გამოყოფთი და კაზიჯას რატო იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვან საქმეს შეეხნენ ზაზარასაც ბაზობ დღეს ანუ ზაზარასაც ბაზობ დღესაც რომ ანუ არ შეც ქალაქში კი არის ბანკი ჩემი ქალაქი და ასე შემდეგ ხოვტები შენი შვილი შენ თუ არივასები თუ ყლე მაგისნაირი ყლე ახლა ხო აი და ისეთ ოღონდ გაითვალისწინე რომ მაშინ კიდე უფრო რთული იყო რაღაც თემებზე საუბარი იმიტომ რომ მე თაობა გამოიცვალა და იმ თაობას ეხა ამ თაობას მაინც დაელაპარაკები მაშინ ისეთი დრო იყო რომ კაზიჯაზი რომ ქუთაისში მოდის და იძახის რომ ბირჟავი კიდა თვალებს რომ უკაჩავს ეგეთ ვაშკარ შევეცი და ასე თუ იმას შევეცი და შევეცი მამაოს რომელიც ფულებში ბანაოს და სიცხეში მრევლი უქნებს მარაოს ერთი რამდენს ექნება ტრაკი ეხლა ჰიპ-ჰოპერს რომ გამოვიდეს და ეგეთი რაღაცები თქვას რას გულისხმობ ეგეთი რამე თქვას რა ის კი არა მაქვს მოთხოვნილება რომ ვიღაცას დააჯოს მაგრამ რაც გულში უდევს რაცშიც მართლა გულწრფელია ის ამოიღოს და დადოს იმიტომ რომ პელეში ცოტა ის მომენტი მქონდა რომ აქაც ვიბაზრეთ უბრალოდ მერე კიდე რაღაცეები ნახე მისი ნაბაზრები და ის და აი ცოტა რაღაცა აი რაღაც ნიტუა რა ვერც ხსნი რა არის ნიტო მაგრამ ჰიპ-ჰოპი იმდენად თავისუფალი იმდენად ნაღდია და იმდენად როგორ გითხრა რა სოციალურია და იგივე ის მოზდეფი conscious რეპერებს რო ეძახდნენ KRS-One ანუ გეტოების მართლა რეპორტიერები იყვნენ კაზიმასუა კაიაკატას და ეხა ეს რაღაცა კაროჩე მე გეტყვი რაღაცას ეხა ჩემ მე რასაც ბანი ძალიან მიყვარს და ეს ბიჭებიც ძალიან მიყვარს ყველა ვინც პივიშია ბოდიში ანუ ყველაზე ვიგიჟდები იანგიც ვიცნობ საუკუნეა პელეც აქ არის ძმა პანდა ჩემი ძმა მაგრამ მე რადონ ჩემგან ვიძახ ჩემი ძმა ამჟამად მისთვის არ ვიყო ძმა მაგრამ ჩემ პონჩი ანუ ძალიან მიყვარს თითოეული მათი აი ადამიანის პონჩი და უდიდეს რესპექტი და პატივისცემა მაქვს რომ არ არის საქართველოში ადვილი იყო ჰიპ-ჰოპერი მაგრამ რაღაცეები არის რაც უბრალოდ ჰიპ-ჰოპერთან ცოტა ისე უყურებ რა კონფორმისტული რაღაცები არ მევასება რა ვაფშე სხვა ბაზა აი ყურე განსხვა ეხა ამერიკა უცხოეთშიც არ არის ეგრე ანუ ყურე შენ ეხა ვიზეთ ბაზრობ არის ყველა აი გეტო და ის აღარ არის ეგრე ეხა რეპერი აღარ არის რა ლამბოები და ძუძუებია რა და ეხა უყურე აქ მე რა პრობლემა ყველაზე მეტად გული რაზე დამწყდა სამწუხაროდ პელემ თავის იმაში ვერსში იანგს დააჯვა ფული საიდან გაყვა ანუ წარმოიდგინე რა ცუდი სიტუაცია ქართულ ჰიპ-ჰოპში რომ იანგმა ეხა ფულით მე არ დამინახავს მაგარი მანქანით არ დამინახავს რა შეიძლება გარეცხილი და ახალი ტანსაცმელი აცვიო და წარმოიდგინე რა მცირე შენიშვნაა რომ ტიპს ახალი ტანსაცმელი აცვია და ფული ანუ ტანსაცმლის ფული საიდან გაქვს ტიპი ეკითხება რომ ან თურქეთში წავიდა თქვა ის რა ქვია სამოგზაუროდ ან ეგვიპტეში წავიდა 500 ლარი ღირს რა ბათუმი უფრო ძვირი ღირს რომ დაისვენ აი ეგრო სიმდიდრის ინდიკატორია რეპერისთვის ჰიპ-ჰოპ არტისტისთვის ანუ არ ვიცი ვერაფერს ვერ განვიკითხავ ვერავის მანდ იმიტომ არა ეგ ეხა სხვა რაღაცაა შეიძლება ბაზრო წერენ შრომობენ აბაუნსენ თელ საქართველოს და კურტკა რო იყიდა ტიპმა ახალი გასაკვირიაზე ხა? ეგ ცალკე ტრაგედია და ცალკე ცუდი რამეა, მაგაზე სხვათა შორის TikTok-ზე ვიღაცებმა მგონი დაიჯერეს. მე მინდა რომ მოვიხოდო და მეთქი და ფული დავაყაროთ რეპერებს. აროჩი წინაზე ვაკაჭისთან ერთად რო ვაკეთებ ახლა რაღაცას იქ ვიბაზრე რომ მეთქი გიას ურამელაშვილი ანუ ყველაზე გენგის არის მეთქი მაგრამ რას გულისხმობდი? მაი მაგას გულისხმობდი. კარგაცადეს და ხა ჩემთან მინდა რომ ხო, აი რაც შენ თქვი, მაგას გულისხმობდი რომ ნახე
კრიტერიუმები რო აიღო თანამედროვე რეპერის. აი რა კრიტერიუმები და რა თვისებები უნდა ქონდეს და ცოტა ხანი რო დაიკვირდო რომ ფანოხს მღერის ტიპი რა. აი სიმღერა, ანუ მის შემოქმედებაზე ხო არ ბაზრობ, ტიპაჟზე ვბაზრობ. შეხედე, დადის უოქროებში, საკმაოდ ძვირად ღირებული. PvP სიყიდის ერთი ალმასის რაღაცა ყლინჯობით. მერე ხო, წიხლით აღებს გას, სვავს, ლაივებს აკეთებს, ჩხუბობს, ბიფი აქვს ვიღაცასთან, ვერიტანს, ვერავის სიცხეში, მე სიცხებით ყველა. კრიმინალებთან დაალაგებული. ხო, იმასთან დაალაგებული, ამასთან დაალაგებული, იქ შეესწრება დაცვა დაყვება, ხვდები? სახში რომ მიხვიდე და გაგიღოს განახებს ადგილს ეგ და ჯაჯანიტე რო განო, კი, ბიჟუტერიაც შეტენილი აქვს დავითომ აქვს, მაგრამ რეალურად ისა და მაგას ვამბობ, რომ ანუ მაგ მხრივ მისი მუსიკალური მიდგომები, ტიპაჟი და ჟანრი რო დაიკიდო და ვიღაცას უთხრა რომ აი საქართველოში ეგეთი ტიპია, ვისაც აქ ეს, გეტყვის რეპერია? ხო, ხვდებით რომ სხვა ქვეყანაში ძირითადად ეგეთი ტიპები არიან ხოლმე. აქედან გამომდინარე, ხო, ეგ პარალელი გავავლე და ხო, ლუდის ფული არ გვაქვს რო არის რომანტიზირებული. აი მაგას ვიძახი რა, რომ მაგიტო ვამბობ მაგას, რომ ცუდია. რომ ზურიკო კოკლიანს მაგალითად არ უნდა კონდეს ეხა იმდენი მაყუთი, რომ სადაც უნდა წავიდეს, სადაც უნდა დაისვენოს და რაც უნდა იყიდოს, იმიტომ რომ ეგ ტიპი მართლა იმსახურებს საოცარია, ძალიან მიყვარს მისი ჰიპ-ჰოპი, ფულა, რატო უნდა კონდეს, კი მონეტიზაციის რაღაცას უმოახერხებს, მაგრამ მართლა ცუდია, იმიტომ რომ ტიპები შენ თქმის არ იყოს უზარმაზარ შრომობენ, ძალიან ბევრს წვალობენ უდიდესი წნეხის ქვეშ, მაგრამ მე სხვა რამე ვიგულისხმე რა. იციან შიგნით მე რაც ვიგულისხმე. არა, მეც არ არის კაი ამბავი, მაგრამ ნუ ხო თვითონ რა ყველა მთლიანად კოაპი, ძალიან დიდი რესპექტები მაქვს ყველასთან მიმართებაში, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ მიყვარს და ზუსტად იმიტომ რომ რესპექტები მაქვს, მაგიტომაც არის ხოლმე მტკივნეული რაღაცა თემები, არ გჭირდება მაგის მტკიცება, არავინ არ რეპერები არიან ეგრე არ ტკივათ, რეპერებს როგორც აი ხა შეიძლება ვიღაცა სენსიტიური იყოს როჟა, მაგრამ რეპერს ეგრე არ ტკივა რაღაცაზე რომ ხაზი გაუსვა რო რამე, იმიტომ რომ მაგაში. ბიჭო, თან არ ვიცი ხა დავიჯერო ეგრე დაბალ ვართ კულტურაზე, PvP-ის კულტურაში, რომ ანუ რეალურად პელე და Young Mike ერთმანეთს უნდა ეხუტებოდნენ, რომ მე დაგვიმტკიცონ რომ მარტო კი არ არის ძმაო ცხოვრებაში კაი ძმები ვართ თუ აი რაღაცები გადადის მანერულ რაღაცა კიცებაში რა და ანუ გავიგეთ ვიცით რომ ერთმანეთი არ გეზიზღებათ ვიცით რომ ერთმანეთი თან გევასებათ და ბეთლზე რჩება მთელი ნეგატივი და აგრესია მაგრამ როდესაც შენ პირველ რაუნდს აკეთებ სადაც ისეთ შთაბეჭდილებას რომ გული და სული ამოიღე და რეალურად მოსულა შენი აზრი თქვი და მე რომ მაგაზე რაღაცნაირად თითქოს ხალხზე გადაგაკ ის რომ აი თქვენ რატომ და რა გონიათ მე იმათ მოვაგებინებ არჩევნე თუ რაღაც აი ვინ რატო რა შუაშია ვიღაცებს ვისაც ჩესნი პროტესტი აქვს და რაღაცები არ გავუზა პროსტა გაუსწორდა შენი რაუნდი რა ეხლა ვინ დააშიარა და ვინ გამოიყენა ვინ სათავისო დადო ეგ შენი სადარდებელი არ არის არ მოდის კაროჩე ბოლო ყველა ინფორმაცია შეიძლება ისე ყელში ამოუყვანეს რომ ეგ თქვა ხო ან ჩვენამდე არ მოდის რაღაც მესიჯი რა ეხლა ესე რომ ავდგეთ და ყველაფერს ესე შევხედოთ ყველაფერზე გვექნება ისე პასუხი რა აქედან მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ იქამდე მივალ რა თუ მომიყვება ის ადამიანი ყველაფერს საერთოდ ვინ რა უთხრა რა გადაუზიარა რა ქნა როგორ ქნა მე შეიძლება მე შევაფასო რა მაგრამ ეხლა შეიძლება იმას იმენა შეიძლება უცებ ეგ ეგრეა მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ვართ PvP-ის მაყურებლები შენ ვერ მოთხოვ თითოეულ მაყურებელს რომ მთელი кейსი იცოდეს. გაიგე? ანუ რაც გვერდიდან ჩანს და რაც რაღაცები გამოჩნდა, პროსტა ბევრი პოზიტივიდან გაიჩითა რაღაცა კითხვის ნიშნები, რომლებიც უბრალოდ არ იყო სასიამოვნო, თორე იმაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, რომ შიგნით რაღაცა იგივე გახსოვს რომ ვიწყებდით პოდკასტს, მე გითხარი რომ ანუ მე არ მაქვს მეთქი რაღაცა გარკვეული ადამიანების რაღაცა რა ვიცი, რაღაც ნაწილზე ვიღაცა თუ მეტყვის ვაიმე ეს ნაცია გესმის? მე მაგის გამო ჩხუბს არ დაუწყებ, იმიტომ რომ იმ ადამიანს, ვისაც ჩემი საუბარი, შინაარსობრივი საუბარი არ მოусმენია და არ იცის ფარდის მიღმა რა ხდება და მე რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ თუნდაც ხო? იმას როგორ დავავალდებულებ, იმიტომ რომ ის თუ მსჯელობს ზედაპირულად მას სრული უფლება აქვს ნებისმიერი რამე იფიქროს, მაგრამ გული იმაზე მწყდება, ვისაც მოსმენილია ჩემი საუბარი, ხედვები და ასე შემდეგ, ისიც თუ მაგას ასკვნის, ბაზარი არ არის. მე შეიძლება გამიტყდეს. რა პრობლემა რაღაცა ისეთი ხო და ანუ ეგ მომენტია თორე რაზია კაცო ლაპარაკი კიდევ ერთხელ დიდის PvP რო დაიწყო და რო იწყებოდა იციან აქ ბევრმა კოასთან ერთად ვიჯექი ხოლმე და ანუ რო ბაზრობდა ძალიან გულშემატკივროდი და მაშინაც როცა ბევრს ეკრინჯებოდა ეგ პროექტი სუმაგათი დამცველი ვიყავი ეხლა წმინდა რომ შემდეგზე მოსკა მოვიდეს და მასთან მქონე საუბარი იმიტომ რომ იცის ყველამ როგორ მიყვარს PvP მაგრამ არის რაღაცეები და თუ გვინდა რომ რაღაცა დარჩეს გულწრფელი სივრცე მაშინ სივრცეში ყოველთვის შეგვიძლია რაღაც თემებზე ვისაუბროთ და ამაზე პანიკები არის ეხლა ჩვენ რამდენიმე 1000 ადამიანმა რომ ერთმანეთის შევკრიბოთ ეს დიდ მრგვალ მაგიდაზე დავსხდეთ
ყველა პრობლემიდან მიპოვით გამოსავალს საერთოდ რაც არის უბრალოდ იმდენად სხვანაირ რაღაცა ისაა რა. Короче, რა მაგაზე. ხო, ანუ ისეთი თემაა რა, მაგრამ მე მინდა რომ კიდევ ერთხელ წარმატება უსურვო თითოეულს და რაც თავარია, შენი თქმის არ იყოს იმედი მაქვს, რომ თუნდაც რამოდენიმე წელიწადში და ამაზეც გქონია კოასთან საუბარი, ძალიან კაი იდეები აქვს და მომავალი ანუ ისეთი ჩანს. არის იმისი შანსი და ალბათობა რომ არ ვიცი კოა ეხა ლეიბლს გააკეთებს თუ რას გააკეთებს, მაგრამ ნელ-ნელა მიხარია რომ შედარებით თვალებში გამოიხედა ამ ხალხმა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ამბავი იყო. პოპულარული გახდა ვაფშე, ვიღაცებს რეპერობა მოუნდათ რა, მარტო ის კი არ არის რომ აი რამდენი ტიპი გამოჩნდა TikTok-ზე, ვინც ანუ ფეიმია რა, ბიჭო, ფეიმი ყველა, ანუ იმდენად კაი ფეიმს გაძლევს ისა, PvP, იმდენად კარგი stage შეიქმნა მაგ ტიპებისთვის, ვისაც აი ეს ევასებათ, რომ რა ვიცი რა, ანუ ვაფშე შენ ის ვინ არის საყვარელი ტიპი მაქედან? ესე მოდი იქიდან დავიწყოთ. აი პირველი სეზონი როცა იყო ის რა ქვია, სანამ flow იყო და რა BPM-ი, მაგ დროს Young Mike მივასებოდა. იმიტომ რომ მუსიკალურად, მაგრამ ფუთ აი ხა Young Mike Enemies ბეტლიო ჩართო ძველი რა რაღაცა. ეს აკუსტიკურზე იძახი შენ. ხო, მაქედან დავიწყებ მოდი რა. მან იმიტომ რომ მან ყველაზე მაგარი მართლა აი ძალიან კარგი ის იყო რა, კარგი შაირობა წავიდა რა, დამევასა, მაგრამ აი ხა ამ როგორც კი BPM-ი დაემატა. პირველ სეზონში რა თქმა უნდა ტაჰას გულშემატკივარი ვიყავი აი 100%-ით, ახლოსაც არავინ არ იყო ჩემი გადმოსახედიდან ტაჰასთან. იქ ხო იყო იმან მოუგო. პირველ სეზონში იყო მარტო მეტი სად იყო. ხო და არა მე გაგზავნენ მეთქი ტიპები. ვიცი ხო, მაგას თქვა მინდა. იმდენად წინ იყო ტაჰა. მართლა, იმიტომ რომ ტიპი ქმნიდა, ხო ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი ქმნიდა პირით მუსიკასაც, ანუ ის ხო არ არის რომ გარე ის უთხრა რა. აი ეს აკადუს მომენტი და აი რაღაცა აი კეჩი რაღაცებს ქმნიდა რა, ანუ ჰაიპს იჭერდა თავისი მუსიკა. მაგრამ ვაფშე ტაჰას დამსახურებაა რომ შეეცვალთ. გახსოვთ BPM რომ მოვიდა თავიდან პირველ ბეტზე რომ აუ რა არის მუსიკოთ ჯობდა. იმენაი კომენტარი იყო, ანუ ისეთი კომენტარები იყო, რომ მეთქი ჩავარდა პროექტი რა, რომ შევხედე. მაგრამ კარგად გადაღებული ის ეს სიახლისთან ყოველთვის. ხო რა, იასნა. და ეხა მე ტაჰამ რომ ტაჰა და ბანის ბეტლი იყო, აი ტაჰას და ბანის ბეტლი იყო. წყალობა იმისი flow-ს და იმდენად მაგარი ბეტლი იყო. შეიძლება ზეპირად ვიცი, ოღონდ ის კი არა დამიზეპირები იმდენჯერ მომდომებია. იმდენად გამისურდა რაღაცეები. მეორე სეზონიდან დღემდე ჯერჯერობით ვინც დამევასა, ვინც worthy არის რომ ჩემთვის top 1 იყოს, ჯერჯერობით არის ბანი მარტო რა. ბანი, აი მე ეს ბანი ჩემი კილა, სუმაგას უძახი ეს მაკილა და პელეც მომწონს, იმიტომ რომ პელეს აქვს ხოლმე მომენტები, როდესაც აი ისეთ რამეს აკეთებს, რასაც ანუ პიროვნების დაშლას კი რა. კიდე ერთი უტყვი რა ბოდიში რა, ერთი დამავა. KMC-დან მევასება ძალიან. მინა? KMC-ს აქ რაღაცნაირი სტილი, ბანისთან ბეტლი KMC-ს. აი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბეტლია ბანი versus KMC და ბანი versus ის რა ქვია ივაჯი. აი ორი ეგენი არის ძალიან მაგარი ბეტლები ორივე, მაგრამ KMC პროსტა ჯოი როგორ ახსნა არ ვიცი, მაგრამ მაგრად რეპავს რა, მაგრა ბაზრობს რა, ანუ ყველაფერი მესმის, ყველა ფანჩი ჩემამდე მოდის, რასაც ბაზრობს რა. და იქ ხანდახან აქვთ ამ თანამედროვე ჰიპ-ჰოპ არტისტებს რაღაც სვილა რაღაც აი თავის მოფიქრებულ. ნახე, ერთი რამე, მე ყოველთვის ბეთლ რეპი მეყვარება ბითის გარეშე. ანუ მაგას ვერაფერს ვერ უზავ, ბითით ვაფშე სხვა ბაზარია, ცალკე სპორტია, ხო, ცალკე სპორტია და დამიჯერე ბითით. ძალიან ბევრი რამე, კი, სირთულეებით მეტი შემოდის, მაგრამ ბითით ბევრი რამეს აპარებ. აბაუნსებ, ძალიან ბევრ შეცდომას აპარებ. კი, ზუსტად აი ისეთ არარსებულ ფანჩით შეგილია მუსიკალურად გადაფარო, რომ აი ჩემი მაიკები ყველას შეიძლება თქვა არა ის შენი მაიკები ყველას. ანუ ეხლა მოვიფიქრე რაღაცა, მაგრამ იქ ყველა სიტყვა იქ ბაზრობ რა და შენ ყველა სიტყვას ყურადღება ექცევა. კინა კაი მაგალითი გითხრა. აი მაგალითად იანგი რო ეუბნება პელეს, რომ ტიპს ისეთი ფეხის ისეთი სახი აქვს, რომ ფეხზე ცუდი სუნი აქვს, გასიებულო, გაბერილო, დიდი ძუძუები თუ რაღაც. ეხლა ნახე, ეგრო ბიტთან ერთად არის, თან იანგს აქვს ძალიან კარგი ყნოსვა იმისი რა ქვია. მისამღერი ვაიბის დაჭერა ის. ვაიბი ერთი ისეთი კრეატიული ტიპია ეს გვირილაც რო ეჭირა და რაღაცები, მაგრამ აქ იმისი რა ქვია კაცო, მე ვშირვა ხოლმე. ჰიტი კი არა და ისა ანუ მისამღერი რო არა ხოროს კი არა ვიცი რასაც ამბობ ხო ხვდები ანუ რა
50 რო რეპავს და მე კენდი შედა მისამღერი რაც არის რომ მომწდა თავიდან ამომარდა მის სიტყვა რა. ხო და შეუძლია რომ აი გააკეთოს რომ რაღაცა ის რა თქვა იმაზე პელეს დროს რომ მისამღერი გააკა. აი როგორც ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშა smack my bitch up smack და მუსიკა გეხმარება იმაში. აი ნიკისლოვა ვიყოთ. ნიკისლოვს იმდენად მუსიკალური აპარატი აქვს პირის რა, რომ ეს ცოტა ჯამაიკან და თვითონ მისი წარმომავლობაც რაღაცნაირად ცოტა არაქართული პონტიც დიდრულად შემოდის მასში, ხო ხდები რა და აი რო აკეთებს რაღაც the reason the fundament the again ესე გადადის რა რაღაცეებს, ხო ხდები რაღაცა შაგის სტილში რაღაცა გულისხმობ არა სტილისტიკა ანუ მის მუსიკალურობას ასე ვთქვათ რა. ხო და რაღაც ეგზოტიკური შემო აქვს ნიკისლოუს, ამიტომ როგორც მუსიკალური ტიპი, მისი ფლოუ რო მუსიკალური ეგ ძალიან მომწონს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ანუ სულ სხვა ამბავია გუშინ უყურებდი ეგეთი ისმეის მაგნახი მარტო ოქსიმირონი და ის რო ხო ვინ KPSS-ი? არა, ხო, არ ვიცი. თუ დიზასტერი. დიზასტერი. არის ეგ კარგია, უფრო დიზასტერი საერთოდ საოცრებაა, მაგრამ შენ ნახე აუცილებლად თუ გესმის რუსული, სლავა KPSS-ი და ოქსიმირონი. არ დამიწყოთ ახლა რუსულზე რაღაცები, მაგრამ კიდე ამიტომ ძალიან მაგარი ბეთლია და ენაში საერთოდ არ არის პრობლემა. ანუ რახმანინოვს ეხაც უსმენ და ჩეხოვს ეხაც კითხულობ და მაინტერესებს. ეგ სალაპარაკოც არ არის, მაგრამ თვითონ ბეთლი სხვადასხვა იდეოლოგიის ორი ტიპი, ოქსიმირონი და სლავა KPSS-ი რო ერთმანეთს ეტაკება, არის საოცარი ბეთლი. საოცარი არც მუსიკა, არაფერი არის ხოლმე იმენა. თან ის კი არის ძიშოვი მწარი არ არის იმენა სულში ჩამწდომი მწარი არ ხომ ფსიქოანალიზი ანუ წარმოვიდგინე ახლა მაგალითად ერთი ჰალოუდიდან არის და გუშინ უყურებდი აირონ სოლომონ და რემ ნათი ეგეთი ტიპები არის ანუ ეგ იყო აი რა იცი როგორ გითხრა რა ანუ ტვინი გაგისკდება ანუ ფიქრობ რომ ტიპმა რითმში ოკეი ჩასვა მაგრამ საიდან უტევს ტიპი ესე აშენებს რაღაც მომენტს ქიმს რო ეძახიან ავიდა და ბუმ დაარტყა ავიდა და ბუმ და ანუ რეალურად მართლა ძალიან ძლიერი მენტალობა რო არ ქონე ტიპიკა ნუ შეიძლება ცხოვრება შეგეცვალოს მაგრამ ხო ძალიან ისე გიშლის და ისე იმაშურა შენ მე ძველი თაობის რეპერებიც მაგიტო უფრო მომწონს რომ ეხა ადრე ვერაფერს ანუ უყურე აი ზაზ ქსელს რომ მოусმინო იქ მწვანე ოჯახი არა ექსელს რომ მოусმინო თქვათ რა ყველაფერი ჩვენ ენაზე საუბრობენ რა ანუ საუბრო ენით რეპავენ რა აქაც ეხა ყველაზე ეგეთი ბეტლი იყო პელევოს იანგ მაიკი ანუ ყველაფერს გაიმეორებ იქ როცა ახალგაზრდები ბაზრობენ რაღაცა შემოდის რაღაც უცხოური სიტყვები, უცხოური ჟარგონები, ამ ჟარგონების გამოუცებ რაღაცა სიტყვის პერსონაჟს, რომ ან თითქოს ესენი თითქოს აი ძველი თაობის ისინი იმენა ყველაფერს აი ბაზარი რა ბაზრას რაინაზეც მე ვსაუბრობ სალაპარაკო ენა რაც მაქვს, აი მაგაში იმაშობენ და მაგიტო იყო კაი ბეტლი იყო რა პელე და იანგ მაიკის იმენა საკაიფო ბეტლი იყო, მუსიკალურადაც კარგი იყო. Panchebit ყველაფერი გავიგე და არ ვიცი მაგა კაი ბეთლი იყო. კი, ძალიან კაი ბეთლი იყო და კარგადაც იყო გადაღებულებში ვაიბი იყო ძალიან საკაიფო და მომეწონა მოკლედ რა და ხო, არ ვიცი რა, მე მაინც რატომღაც აკუსტიკურზე უფრო кайფობ, იმიტომ რომ იქ უფრო კარგად ის რო აკუსტიკურია და ბიტთან ერთად არ არის, მაგის დაკაჩვა MC-ს შეუულია იმითი რომ თვითონ იყოს, ან თუ მოხდა სინერგია და შერწყმა იმას რა ქვია ტექსტ შორის, აი ტექსტსა და ხმა რასაც ფლოუს შორის, ანუ მუსიკის დანაკლისი წამით არ გაქვს, მაგრამ ეგ კიდე სხვა დონეზე აყვანილი არტია და ეგ დიდი კულტურაა და დიდი ხანია მაქედან მოდიან. ჩვენ სავალთ მან დაუცილებლად თვითომეტეს როგორც ვიცი ბიჭები აპირებენ, როგორც ვიცი უეჭველია ეგ რომ აკაპელაც იწყება ეხლა. ხო, აკაპელა ძალიან კარგი არის რა, მაგარ რაღაცა გააკარჩის თუ მაგას ვეუბნები, როგორც კი ხედავ ხოლმე გიგუნას და კოას როგორც კი ორივეს ვიცნობ კარგად. როგორც კი ხედავ, სულ ფიქსირებ რომ ხო არ დაგავიწყდათ რომ ძალიან მევასება. ანუ სულ მინდა რომ ახსოვდეთ რომ მაგარ დიდ პატივს ვცემ რაც გააკეთეს და როგორც გააკეთეს. და რამდენიც იბრძოლეს და რამდენიც იშრომეს მაგის გასაკეთებლად, რამდენი ვაივაგლახი გამოიარეს და ანუ რამდენჯერ შეიძლებოდა რომ დანებებულიყვნენ და სხვა ანუ ეგ რო ვიცი და ბოლოს მაინც ჩვენთვის ეხა და ეგ პროექტი მოიტანეს ეხა მილიონებს ვერ წერს ეგ პროექტი რა და ანუ როგორც ქართული პროექტი ისეთი ქართული პროექტი ჩვეულებრივ ქართული პროექტი წერს ხო მაგრამ აი რასაც გვიკეთ მე რაც სიამოვნება მომანიჭეს საღოლ მადლობა რომ არ დანებდნენ კაროჩე რა და ეგეც არის мотиваცია რომ შეიძლება მე არა, მაგრამ მიმართ ადამიანებს მიმართავ რომ შეიძლება ვიღაცა ვინც გითხრათ რომ აზრი არა აქ ან არ ვარგან რაღაცა შეიძლება ბოლოს მაინც მადლობა გადაგიხადონ, ამიტომ საკუთარ თავს ენდეთ რა და არ დაწვათ საკუთარი ნაშრომები როგორც კაფკა 90% ნაშრომის დამწვარია და ტოპ ანუ წერის ავტორების
ტოპ 100-ული არის IMDb-ზე და მე-15 ადგილზეა 10% დარჩენილი ნაშრომებით, რომელიც არ დაწვა იმ ტიპმა. თუმცა როგორც ბულგაკოვს აქვს ნათქვამი, ხელნაწერები არ იწვისო რა და სადღაც მედია, სადღაც ხეში არის, მაგრამ არ იწვის, მაგრამ იწვის. დაწვა რა, გადავეცეცხლ წამგი. კი. აი, იცი რა არის? მე აი რაც შენ თქვი ხა ბოლოსკენ ვარ თმინდა გამოვეხმაურო მაგას რომ აი კიდევ ერთხელ დავაფიქსირო რამდენჯერ მართლა შენი თქმის არ იყოს შეეძლო ტიპებს წაიკითხათ კომენტარები ელემენტარულად ადამიანები ვართ ყველანი და შეხებოდათ ის რაც იქ ეწერებოდა არანაირი წმენა ამ პროექტში არ არსებობდა მხოლოდ პატარა მცირე რაოდენობა ადამიანების იყვნენ რომლებიც აი ხედავდნენ ამაში პერსპექტივას. შიდა დაპირისპირება რამდენი იყო? ის პელეს ბაზარი არ გახსოვს, რომ პელეს მთელი ყველა პელესკენ წავიდა და ეგ ზოგადად ქართველებს ან მე ქართველებს ვიცნობ კარგად და მაგით ოიძახ ქართველებს. შეიძლება მთელ სოფლიოს ეგრეა. რომ ორგანიზაცია, ადამიანი, ყოველთვის ადამიანის ხერპლია და ამან რაც არ უნდა აკეთოს, ის პირნი არიან დიდი ახლა ფულს ჭამს. დაჩაგრეს. აბეჟნიკები არ გვიყვარს ქართველებს. აი როგორი რთული სიტუაცია, ეგ იყო ყველაზე ალბათ ყველაზე რთული სიტუაცია. წარმოიდგინე. ბანისაც. ბანის რა? ბანის სიტუაცია ძალიან რთული იყო ამოჭრებზე და იმებზე. ხო, იასნა. ხო, ეგ ხო, ეგრევე ყველა ბანისკენ თემა. ეხლა მან რა მოხდა გახსოვს ეგა ზუსტად? პელეს და ტაჰას of სეზონი რაღაც ბეტლი უნდა ყოფილიყო პირველი. პელე არ მივიდა და ამათ მოუწიათ არავისთან ბეტლაობა. ეგ ბეტლი გაბაზრდა არ ვარგოთ ეხლა არავისთან ვარ ბეტლაობდა. სად არის პელე რო იძახი და რაღაცეები? არ მოეწონა ხალხს და თან პელეს მხარე დაიჭირა და ეგ იყო როგორი კრიტიკული სიტუაცია იცი რომ აი სპაიდერმენს რო ის უჭირავს ხო იცი? აი ეგრე ეჭირათ პროექტი მე და მე ცოტა სიჩქარე დაკარგა და სტაბილურდა და ბოლოს შეკარეს მაინც რა თორე აი ერთი რო გაეშვა ხელი ჩამოინგრეოდა და მაგიტო ამბობ რომ მე ხო პროექტი რო გაკეთებული მაქვს ვიცი რამდენი დეტალი რამდენი ტიპი ტნავს twins კაროჩი რამდენი და ხო ეგ ყოველთვის ეგრეა და ამიტომ კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა რომ ჟიურისთან მიმართებაში კითხვები გამჩენია და არ მომწონებია ჟიურის თქვა როგორ გითხრა ანუ ტაჰამ თქვა სწორი რომ ანუ ხანდახან ისეთ რაღაცებს იძახიანო რომ მე ავტომატურად გამოდის რომ თითქოს ვინმე დაიჩაგრაო ანუ აი ტაჰა და ბანი რო იყო ჟიურის შეფასებები ზოგი ისეთი იყო რამაც პროვოცირება მოახდინა რომ ბანი მსხვერპლად აღიქვათ იმიტომ რომ შენ თუ ზუსტი არგუმენტი არ მოიყვანე რატო მოიგო თუნდაც იავნად და ცალსახად ტაჰასი ყოფილიყო ყველა რაუნდი თუ არ მოიყვანე არგუმენტი რა ზუსტი რომ ადამიანებამდე მიიტანო შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ აი ნახე იქ ეგ რა მიზეზია მე რა რო ეგ რა ხო ხტები ანუ მარტო ხალხი აბაუნსა და იქ კარგად შეუტრიალა ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი მაგას ოღონდ ამას კი რომ უფრო ცუდი ჟიურია კაცო ჟიური ძალიან მაგარია და წლები არიან მაგრამ არის კითხვის ნიშნები რომელიც ქონია და არ მომწონებია მაგრამ მაინც რა ისეთი პონტია რომ საბოლოო ჯამში ანუ გინდა ჟიურის თემა იყოს გინდა ურთულესი მაგრამ რას ვამბიცი მე მესმის აი მე რო გეთანხმები მაგის თქმა მინდა რომ ნახე პირველი რაღაცა კითხვები მქონა ჟიურისთანაც რაღაცა კითხვები MC-სთანაც ხო იმიტომ რომ მე ხო ჩვეულებრივი მე ხო არ ვარ იმ პროექტის ნაწილი მე ვარ ჩვეულებრივი ფანი მაგ ჟანრის აქედან გამომდინარე მე როგორც უბრალო მაყურებელი რაღაცებს აღვიქვავ კი რაღაცების ცოდნა და შიდა სამზარეულოს ცოდნა რო ვიცი რაღაცებში მეხმარება რომ დასკვნები ცოტა სხვანაირი გავაკეთო მაგრამ არ ვთქება და ქება ტიპებს რა რომ არ დანებდნენ გააკეთეს და ზუსტად შენ რაც თქვი რამდენი წინაღობა რაც ხალხმა არ იცის აი რამდენი ასე რომ ისეთ თემა კი არა აგერ ხალხს ეგონა რომ შეცდოს რაღაცა საათნახევრიანი გადაღებები იყო და მე 40 წუთი იდებოდა შეცდოდა რომ ვინ იცოდა ხო გზელდებოდა მთელი ჩეტასში ხო ვიყა სერიალში თავარი როლი მითამაშია და შეცდდებდა ორ სერიას ხო კვირაში და სანამ კვირაში ერთი სერიის მონაწილე არ ვიყავი ვერ ანუ მანდგავიას რომ რა ტვინის ღუნვაჩი მაგის წერა მონტაჟი თან ტელევიზიასთან პასუხისგებელი ხარ იქ თუ არ დაუდო იქ რაღაცა ანუ აქ YouTube-ზე კიდე არ დადებდა ბოდიში დაწერ პოსტად რა ტვინის ღუნვა იქ ხო ეგ არის მაგრამ მომენატრა ისეთ შეცდოდა შაგურა კაი ძალიან დიდი მადლობა ჩვენ კაი ხანია ბაზრობთ ხო მე მგონი 2 საათია დაახლოებით 2 საათი. მოკლედ 2 კაცი რომელიც ულაპარაკოს დაეტაკა ერთმანეთს. მაგრამ მე ხედავდი და ჩემგანც რომ თავიდან რომ მოვდიოდი ხვდები რა რომ ხო იცი რა მეც მივასება საუბარი შენც გივასება ვიცი საუბარი ბაზრობს მაგრამ იმენა მეთქი მოდი ხა ვეცადოთ რომ ვაცადო. ერთხელაც არ ჩაგეჭერი მგონი იმენა ვეცადე იცი რამდენი მეც მაგას ვთვლობ ხომ ჩემთვის გამოწვევა იყო პოდკასტის პონჩი რომ ანუ
რაღაცა პერიოდი მავიწყდებოდა რომ მე ვარ მასპინძელი, მაგრამ იმედია გავართვით თავი. კამერას უბრალოდ სულს რა. ხო, კამერა გვეუბნება დაამთავრეთო რა. ეს მოგდა, ისინი ხო არ მოგდა. ხო. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა გამიხარდა, წარმატებას გისურვებ და ასევე ძმაო. ბევრ ამას მიეღწია, მაგრამ წინ კიდე რაღაცა დიდი გეგმები გაქვს და მინდა რომ შენც და შენმა მეგობრებმაც და ოჯახმა უკვე ლამის ახლა დღევანდელი ლაპარაკის მერე შეგვიძლია ეგრე ვთქვათ. წარმატებები გისურვოთ რა. ლაიქი, subscribe-ი აუცილებლად. რომ რჩება პოდკასტი, მე კიდე რაღაც კითხვები მინდა დავუსვა, როგორ შეიძლება YouTube-ზე უფრო მეტი წარმატება მიაღწია, იმიტომ რომ იცის კაცმა. მაგას მე ვილაპარაკებ, თქვენ კი რავი, დაწერეთ ვინ გენდომებად სტუმრად რომ მოვიდეს, მოსკას ვფიქრობ, შემდეგი სტუმარი რო იყოს და თქვენი აზრი დააფიქსირეთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან კაი კაცია მოსკა. I love you.